საღამშვიდობის ეს არის თავისუფალი სტუდია, მე ვარ ლელა ბაღდავაძე და ამ სატელევიზიო სეზონზე ამ სტუდიაში ბოლოჯერ ხვდებით ერთმანეთს, ამიტომ დღევანდელ გადაცემაში გარკვეულწილად შევაჯამებთ გავლილ ერთწლიან პერიოდს, გავიხსენებთ სად ვიყავით და სად მოვედით, ვისაუბრებთ ქართულ ოცნებაზე, მასთან ერთად ოპოზიციაზე, მოქალაქეებზე, რომლებიც თითქმის 250 დღეა ქუჩაში პროტესტს მართავენ, თუმცა ეს ყველაფერი ოდნავ მოგვიანებით იქამდე ერთი კონკრეტული და აქტუალური საკითხი თვითმმართველობის არჩევნები და როგორ უნდა ჩაიაროს 4 ოქტომბრის დღე. ლელო ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე გახსნის დღევანდელ თავისუფალ სტუდიას. მე კი შევეცდები, რომ მუნიციპალური არჩევნების საკითხზე მისგან სხვადასხვა კონტექსტში მიიღოთ პასუხები. გამარჯობა ბატონ ირაკლი და მოგესალმებით. ბატონ ირაკლი, ვიწყებთ სწორედ თვითმმართველობის არჩევნებით, მით უმეტეს რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ 2 ძალა მონაწილეობს, საიდანაც ერთ-ერთი თქვენია. პირველი კითხვა კი კახა კალაძის შესახებ მინდა დაგისვათ, რომელიც თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იქნება უკვე მესამედ, ზუსტად 9 საათში უნდა დაიწყოს მთაწმინდაზე ღონისძიება, სადაც მართველი პარტია კალაძეს მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებს და ჩვენ ამ ღონისძიებას მაყურებელს პირდაპირ ეთერში ვაყურებინებთ. იქამდე კი ჩემი კითხვა და თქვენი შეფასება, იქნება თუ არა კახა კალაძე ლელოსა და გახარიას პარტიისთვის, ასე ვთქვათ, ძლიერი პოლიტიკური თავისტკივილი. ესე იგი მთაწმინდაზე აქვთ პრეზენტაცია, ეს ის ცნობილი მთაწმინდა, სადაც გამოსახანებელი ადგილი უნდა გაეფართოვებინა კახა კალაძეს და ესე მოგმართავდა საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს სატელევიზიო ეთერიდან. ეს ის კახა კალაძეა, რომელმაც მემკვიდრეობად დატოვა სტატუსი საკუთარი თავისა კორუფციასთან დაკავშირებული მერი, დატოვა მემკვიდრეობად ის სტატუსი, რომ მისი მერობის პირობებში მრავალი ჩინოვნიკი, მერიის და ასე შემდეგ საკრებულოს თუ სხვა სამსახურების არიან ან ბრალდებულები, ან უკვე დაკავებულები და რა თქმა უნდა რისკები არის დაკავშირებული მასთან, როგორც საქართველოს დედაქალაქის ბიუჯეტის გახრასთან, განადგურებასთან. ამაზე არაერთხელ მიუთითებენ და სწორედ ეს რაღაცა PR კამპანია, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ თითქოს და წამოიწყო ქართულმა ოცნებამ, ამ ყველაფერს უკავშირდება. კახა კალაძეა, რომელმაც ამ ქალაქში შექმნა ტრაგედიების კასკადი, მაშინ როცა მისი ვიცემერები, გამგებლები მილიონიან სასახლეებს იშენებენ და 10,000 ავარიული სახლია თბილისში. მე არ მახსენდება არც ერთი ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამ ადამიანმა განახორციელა. მახსენდება ვაკის პარკის რეაბილიტაცია, სადაც ერთხელ ჩახარჯეს რამდენიმე მილიონი, მეორეჯერ ისევ ერთ წელიწადში იწყებენ ახლა რეაბილიტაციას და ისევ 10 მილიონამდე ხარჯავენ და მახსენდება შუალედში ამ ორ რეაბილიტაციას შორის, რომელთა დაშორებაც რაღაც 1 წელი თუ წელიწადნახევარია, ვაკის პარკში გარდაცვლილი ბავშვი და არა მხოლოდ ერთი შემთხვევა, არამედ პარკებში, ორმოებში ჩავარდნილი მოქალაქეები, რიყეში ჩავარდნილი პატარა ბავშვი დაღუპული და ასე შემდეგ. ეს ქალაქი აღარ არის როგორ ვფიქრობთ, რამდენად დაემთხოვა თქვენ და თბილისის მცხოვრებლების შეხედულებები ერთმანეთს. კახა კალაძე 8 წელია თბილისის მერია, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისის ცხოვრებებს კარგად უნდა ესმოდეთ, რისი გამკეთებელია ის მერის პოზიციაზე და რისი არა. თვითონ ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ თბილისი დღეს არის უფრო ლამაზი, უფრო მწვანე, უფრო განვითარებული და უფრო მოვლილი, ვიდრე ეს იყო წლების წინ. აი როგორ ფიქრობთ, რას ხედავენ ადგილობრივები, როცა საკითხი დგას ასე, რა გააკეთა კახა კალაძე? კახა კალაძის სახით თბილისელები ხედავენ კორუფციასთან დაკავშირებულ მერს. კახა კალაძის სახით თბილისელები ხედავენ ადამიანს, რომელიც რიგითი თბილისელების პრობლემებზე არ მუშაობს და არ დარბობს. მის პირობებში გამდიდრდნენ არა თბილისელები, არამედ მისი ახლობელი დეველოპერები. ფხაკაძე, რომელიც დღეს უნდა იყოს დეველოპერი და ჩვენ უნდა ნახოთ, რომ ცენტრალური პარკის და იპოდრომის ნაცვლად ფხაკაძე უნდა გამდიდრდეს. ლაგუნავერეს აუზის ნაცვლად სადაც პირობა დაიდო, უზარმაზარი სიმაღლის და მასშტაბის ცათამბჯენები უნდა აშენდეს. ჩვენ ვნახეთ არაერთი პარკის სკვერი, რომელიც ჩაანაცვლა კორპუსებმა. მე არ ვიცი კალაძე რის იმედად იბრძვის ამ ვითარებაში და მათ შორის თბილისელები რას ფიქრობენ, ეს დასტურდება სოციოლოგიური კვლევებით. სოციოლოგიური კვლევებით, სადაც კალაძეს აქვს 66%-იანი ნეგატიური დამოკიდებულება თბილისელების მხრიდან და მათ შორის ის რაღაც უცნაური ტანის მოძრაობები, რომელიც ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა აჩვენეს, ჯერ დაანონსება პრეზენტაციის, შემდეგ გადადება, შემდეგ დაცინვაც კი მათი
სპიკერების მხრიდან, სადაც ითქვა, რომ კახიკალაძე კი კარგი ბიჭია, მაგრამ ალტერნატიული კანდიდატით შეიძლება დავასახელოთ. ეს ხო ჩვეულებრივი პროცესი იყო, მათ ნათლად იციან, რომ კახაკალაძეს არ აქვს ის რეიტინგი, მაშინ საბოლოოდ რატომ კახაკალაძე როგორ ფიქრობთ? ერთადერთი მიზეზის გამო საბოლოოდ კახაკალაძე, იმიტომ რომ ახლა ისეთი турბულენტური მდგომარეობა აქვს ქართულ ოცნებას, ურჩევნიათ რომ გარისკონ კახაკალაძის კანდიდატურით, ვიდრე ახალი გახლეჩა შემოიტანონ მათ პოლიტიკურ გუნდში და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს უწყობს ხელს რიგი ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტის განაცხადი, რა პირობებშიც მათ აქვთ იმედი, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის ნაწილი არ მივა საარჩევნო უბნებზე და ეს მათ გაუიოლებს გამარჯვებასთან შეთამაშებას, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა იყოს, სადაც ჩვენ ოპოზიციური ამომრჩეველი უნდა დავარწმუნოთ, რომ არ შეიძლება 25%-იანი მხარდაჭერის პარტიას ჩავაბაროთ 100% ძალაუფლების დედაქალაქში, რომელიც წყვეტს ძალიან ბევრ რამეს. აქამდე მივალთ, ახლა მინდა ვისაუბროთ იმაზე, როგორი უნდა იყოს თბილისის კარგი მერი და ვინ იქნება თუ არა, როგორი იქნება ის კანდიდატი, რომელსაც ერთობლივად დაასახელებთ თქვენ და გიორგი გახარიას პარტია. არ მაქვს მოლოდინი, რომ დღეს ითქვით კონკრეტულ სახელს და გვარს, თუმცა რა არის ის თავარი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს თბილისის მერობის ის კანდიდატი, რომელსაც ორივე პარტია ერთად დაამტკიცებთ. და ასევე საინტერესოა ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის, აი რამდენი სავარაუდო კანდიდატის სახელი და გვარი დევს დღეს მაგიდაზე 1, 5, 10, უფრო მეტი თუ შეიძლება ითქვას, რომ ჭირს სათანადო და საჭირო კანდიდატის შერჩევა. პირველ რიგში ჩვენ კანდიდატის საკითხზე მსჯელობა, კომუნიკაცია ერთგვარი დაწყებული გვაქვს, უბრალოდ ეს მსჯელობა შემოიფარგლება ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი საქმით. ეს არის სოციოლოგიური კვლევა. სოციოლოგიური კვლევა, რომელსაც ჩვენ ახლა ვატარებთ და პირველ რიგში ხალხს ვეკითხებით, რა არის სოციოლოგიური კვლევა? საზოგადოებას ვეკითხებით მათ აზრს. ვეკითხებით მათ აზრს და ვეუბნებით, რომ ვინ გინდათ იყოს თქვენი ქალაქის მერი? არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში. ვარიანტებად თავაზობთ თავისუფალ გრაფასაც, სადაც შეუძლიათ თავისუფალი სასურველი კანდიდატი ჩაწერონ და სახელმწიფოები უფრო მაინტერესებს, რომელიც აი ამ კონკრეტულ გრაფებში თქვენ თვითონ ჩაწერთ. მარიანი ადამიანები, რომლებიც არ არიან საერთოდ პოლიტიკური პარტიის წევრები, მაგრამ ჩვენ მათაც ვტესტავთ საზოგადოებრივ სახეებს, ვისაც ნაწილს აქვს სურვილი, ნაწილი ფიქრობს და ასე შემდეგ. არის საკმაოდ დიდი ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს აქვს შესაძლებლობა, რომ დაინახონ, ვის შეუძლიათ, რომ ანდონ თბილისის სამომავლო განვითარების ბედი. აქ არის კეთილსინდისიერების საკითხი, აქ არის კომპეტენციის საკითხი, აქ არის განვლილი დროის საკითხი, რომ აქამდე რა უკეთებია ადამიანს, რაზე შესტკივა გული მიუსაფარ ცხოველებზე, რომლებიც ესეთ მნიშვნელოვან თან პრობლემად იქცა და თან საზოგადოებას ჰუმანურად, ემოციურად აწუხებს ამ ქალაქში მიუსაფარი ცხოველების საკითხი. უსაფრთხოების საკითხი, ის ავარიული შენობები, რომელიც მართლა შენელებული მოქმედების ნაღმია. 10,000 შენობა წარმოიდგინეთ და ამ შენობებიდან დიდი ნაწილი არის მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები. ანუ ერთი პრობლემა ამ 10,000-დან აერთიანებს ასობით ადამიანის ბედს. და ამ ბედზე ესეთი აგდებული მიდგომა, რაც ვნახეთ ახლა ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში, აი თავაზობთ და არ გამოდიანო შენობებიდან, რომ რაიმე ადეკვატური შესთავაზეს ქართული ოცნების წევრებმა და არ გამოვიდნენ ავარიული შენობებიდან. ამაში ვინ დამაჯერებს? ვინ დამაჯერებს, მაგრამ როცა ეტყვიან მოქალაქეს, რომელიც 4-სულიანი ოჯახია, რომ 300-400 ლარს გადაგიხდი და წადი აბა ახალი საცხოვრებელი იქირავე და შემდეგ ოდესღაც მოგიგვარებთ ამ პრობლემას, ხო გამორიცხულია. ჩვენ ხო ვიცით აქ საბინაო პოლიტიკა რა მძიმე მდგომარეობაშია ამ ქალაქში. საბინაო პოლიტიკა სტუდენტიდან დაწყებული. და შეძლოს მოკლედ თბილისელების საჭიროებების და პრობლემების რა თქმა უნდა, უნდა სჯეროდეს აი ალეკო ელისაშვილის სახელმა და გვარმა გაიჟღერა რამდენიმე დღის წინ და მოკლედ არ კარგავს ეს თემა აქტუალურობას. აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალეკოს ლობირებს თვითონ ლელო, იმიტომ რომ ეხა გახარიას პარტიის პასუხი უკვე მოისმინეთ, ალეკო კარგი ბიჭია, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ნეიტრალურ კანდიდატზე, ამბობენ გახარიას პარტიაში. მართლაც რატომ ალეკო ელისაშვილი? რა არის თქვენი აზრით მისი უპირატესობა და ხო, აი ლობირებს თუ არა ლელო ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას? ჩვენ ესე კონკრეტულად არავისზე არ გვაქვს საუბარი როგორც კანდიდატზე ამ ეტაპისთვის. მე ვფიქრობ, რომ ლელოში არიან კარგი პოლიტიკოსები, კვალიფიციური მოქალაქეები, ვისაც წლების განმავლობაში უბრძოლია თბილისში ან კულტურული მემკვიდრეობისთვის, გარემოს დაცვისთვის, მოქალაქეების პრობლემებისთვის და ასე შემდეგ. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არის ეს ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე და პოლიტიკოსი და თავის მხრივ ჩვენ როგორც
განმარტე, ველოდებით სოციოლოგიურ კვლევებს, ან ხალხის აზრს ველოდებით და ეს ხალხის აზრი გადაწყვეტს მათ შორის ძალიან ჩამონათვალში, როგორც ჩანს არის ხო, ვის კანდიდატურასაც კანდიდატურის შესახებაც ალეკო ელისაშვილი ჩვენ ღირებული თანამებრძოლია, რომელსაც არასდროს უკან არ დაუხევია, ის არის კარგი მოქალაქე, პატრიოტი, მებრძოლი, პოლიტიკოსი მათ შორის და ნუ კახიკალაძისგან განსხვავებით, რომელიც 900 ქურდს მასპინძლობდა სადღაც მიყუჩებულ დუქანში ან რუსეთს ელამუნება და ეთომარება თითოეულ თავის განცხადებაში ალეკო ელისაშვილი მანამდე უკრაინაში იბრძოდა და უკრაინაში ეხმარებოდა იმ მთავარ ინტერესს, რომელიც ნიშნავს საქართველოს ეროვნული ინტერესები მათ შორის. ალეკო ელისაშვილი ის პირია, რომელიც აქციებზე დგას წინა ფლანგზე და არასდროს უკან არ დაუხევია. არაფერს ვამბობ იმ საშინელ წნეხზე, ძალადობაზე, რაც ელისაშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოიარა და არც მის მოგრეულ მუშტზე, რომელმაც ბევრი ბრაზი ამოიღო და პარტიას, რაც აი გახარიას ძალის ცალკეული წარმოადგენლის შეფასებით მისთვის არის პოლიტიკურ პარტია მოქალაქეებს და შესაბამისად ჩვენს კოალიციას, ჩვენ კოალიციური ერთობა ვართ. თუმცა ის პოლიტიკოსია შესაბამისად ხომ არ უჩანს პირი, რომ არ ვიცი თქვენ და გახარიას პარტია საერთოდაც ვერ შეთანხმდეთ ერთიან კანდიდატზე. გახარიას გუნდმა დაიწუნოს ის, ვისაც თქვენ მოიწონებთ და პირიქით უშვებთ იმას, რომ თბილისის კონკრეტულად თბილისის მერობის კანდიდატზე შეთანხმების მცდელობა კრახით ჩავარდეს და საბოლოო ჯამში დედაქალაქში ვნახოთ ორი ოპოზიციური პარტიიდან მერობის ორი კანდიდატი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს სრულყოფილი მზაობა იმისთვის და საწყისი თანამშრომლობა ძალიან წარმატებული გვაქვს, მინდა გითხრათ, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში და ვფიქრობ, რომ შეთანხმება არაფერზე არ გაგვიჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შევარჩიოთ ისეთი სტრატეგიული ხაზი, სადაც ივანიშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია. ძალაუფლების კონსოლიდაციას ის ახდენს იმ პირობებში, თუ ჩვენ არ ვიბრძვით საკმარისად და ჩვენ ამ სტრატეგიულ ხაზებზე შეთანხმებული ვართ და აუცილებლად შევძლებთ საბოლოოდ დაწერტილებას. გამორიცხავთ, რომ ჩავარდეს მოკლედ აი ეს შეთანხმების პროცესი და ვნახოთ ორი კანდიდატი. არც კი უშვებ, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ისეთი კარგი თანამშრომლობა გვაქვს, სრულიად სამართლიანი, ობიექტური, მიზნისკენ მიმართული და მიზანი არის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ არც კი გვიფიქრი ამ საკითხზე. მაინც ლობირებთ ალეკო ელისაშვილს თუ არ გამორიცხავთ იმასაც, რომ საბოლოო ჯამში მართლაც ნეიტრალურ, ანუ არაპოლიტიკურ კანდიდატზე შეთანხმება ლელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენი ორი პარტია იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ ჩვენ გვყავდეს მთელი საქართველოს მასშტაბით ნეიტრალური კანდიდატები და პოლიტიკური კანდიდატები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. კი, გვყავს როგორც არაპარტიული კანდიდატები, გვყავს პარტიული კანდიდატებით ჩამონათვალში და ამ ჩამონათვალს ბოლომდე მოვიკვლევთ, საზოგადოებას ვკითხავთ აზრს, იმიტომ რომ არასდროს ესე არ ყოფილა პოლიტიკური პარტიები თავად წყვეტდნენ ხოლმე ვინ ურჩევნიათ, ვინ უფრო უკეთესია, ვინ უფრო მეტ შედეგს დადებს და ასე შემდეგ, მაგრამ საზოგადოებას ვინ ურჩევნია, თუნდაც ემოციური ემპათიის გამო, თუნდაც სიახლის გამო, თუნდაც რაღაც რიგი მიზეზების გამო, ეს არასდროს არ ყოფილა და ჩვენ გვინდა რომ ახალი პრეცედენტები შევქმნათ ქართულ პოლიტიკაში. მათ შორის ვესაუბროთ, მარტო ჩვენ სამომრჩეველს კი არ ვეკითხებით, ჯერ ვადგენთ ლელოს სამომრჩეველს და მე მათ ვეკითხებით, არა, ყველას ვეკითხებით. განსაკუთრებულად აზრს ვეკითხებით პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათ შორის იმ პარტიების წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს, რომლებმაც პარტიულად უარი თქვეს არჩევნებში ბრძოლაზე. არჩევნებში ბრძოლაზე უარის თქმა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან ლიდერის მხრიდან არ ნიშნავს იმას, რომ მისი წარსულში მის ამომრჩეველი, ვინც წინა არჩევნებზე მხარი დაუჭირა კონკრეტულ პარტიას, ან 4 ნომერს ან 5 ნომერს, ახლა იტყვის უარს ბრძოლაზე. მე მგონია რომ არ იტყვის. განსაკუთრებულად თბილისელები უარს ბრძოლაზე, მათ აქვს შესაძლებლობა, რომ 25%-ის მხარდამჭერის მქონე კორუფციონერ მერიას და მერს არ დაუტოვოს ეს ქალაქი. ბატონო ირაკლი, აი ზუსტად ჩვენ მოსახლეობის განწყობაზე ვსაუბრობთ და ზუსტად ამ ჭრილში მინდა რომ განვაგრძოთ ჩვენი ინტერვიუ. ვიცით რომ ლელომ და გიორგი გახარიას პარტიამ აქტიური შეხვედრები დაიწყეთ უკვე არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობასთან, არამედ რეგიონებში, სოფლებში ხვდებით აქტიურად ადამიანებს, მოქალაქეებს. რას პასუხობენ ადამიანები შეკითხვაზე აპირებენ თუ არა 4 ოქტომბრის არჩევნებზე მოსვლას?
ჩვენს გარშემო და ჩვენს გარშემო მოქალაქეების სრული უმრავლესობა აპირებს არჩევნებში და არჩევნების გზით ბრძოლასაც. ეს არის მომხრე პარტიაში პირიქით ირწმუნებიან, რომ მოქალაქეთა უფრო დიდი ნაწილი არაპირებს არჩევნებზე. თუმცა ძალიან საინტერესოა ის, რომ თავადაც აღიარებენ, რომ მათი ამორჩევლის საკმაო ნაწილი მაინც აპირებს არჩევნებზე წასვლას. მათი ამორჩევლის ნაწილიც კი აპირებს წასვლას და ჩვენ უნდა გადავხედოთ ლელა საწყის კვლევებს, სადაც ბოიკოტის საერთოდ შინაარსი და აზრი და იდეა არ არსებობდა, სანამ რიგმა პოლიტიკოსებმა ინდივიდუალურად არ შექმნეს ეს დღის წესრიგი და არ მოახვიეს საზოგადოებას თავს. მე მგონია, რომ ეს შეცდომაა. ჩვენ ძალიან ბევრი ბრალდება, წნეხი, შეურაცხყოფა მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა არაფერს არ ვპასუხობთ, არ გვიპასუხებთ, არც ვუპასუხებთ. ამის მიზანი არის ძალიან მარტივი. ის რომ ჩვენ ვცდილობდით ერთობას, ეს ერთობა არ გამოვიდა, თუმცა ამასაც დროებით მოვლენად ვუყურებთ და ჩვენ მგონია, რომ 5 ოქტომბერსაც, აი 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 5 ოქტომბერსაც ჩვენ ერთობის საკითხი ისევ დაგვიდგება და ისევ აქტუალური იქნება. რატომ არ ვპასუხობთ? თუნდაც შეურაცხყოფებს, თუნდაც ბრალდებებს და შემდეგ მით უმეტეს კიდევ უფრო კაფიო ან ძაფრი პასუხებით, იმიტომ რომ ჩვენ ვფრთხილდებით მომავალში საჭირო ერთობასაც კი. და ამით პასუხისმგებლობას ვაჩვენებთ, მათ შორის იმ მოქალაქეებისადმი, რომელსაც არ მოსწონს ოპოზიციაში დაპირისპირება. ახლა ჩვენ დროებით გაგვეშნენ, ერთმანეთს დაერივნენ. არც ეს არ მოგწონს. არ ვფიქრობთ, რომ ვიღაცას უნდა დასდევდეს და ყველაფერზე აკრიტიკებდეს. ვიღაცას ქუჩა გონია უფრო პრიორიტეტული დღეისთვის, ვიღაცას თუნდაც ეს საარჩევნო ბრძოლის ნაწილი საგარეო. ჩვენ სამივე გვგონია. ჩვენ მგონია, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ საგარეოველზე ჩვენ პარტნიორებთან ერთად ქართული ოცნების წინააღმდეგ. ჩვენ მგონია, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ქუჩაში, საპროტესტო აქციებით, წინააღმდეგობით და სხვა ფორმებით და ჩვენ მგონია, რომ მათ შორის არჩევნების გზაც უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ის ყოფითი პრობლემები, რომლებიც სოციოლოგიურ კვლევებში თქვენ ბევრჯერ გაგიკეთებიათ პრეზენტაცია და ბევრჯერ გითქვამთ ჩემთვის, რომ საზოგადოების ყველა ძირითადი მთავარი მოთხოვნა არის საყოფაცხოვრებო ყოველდღიური გამოწვევები, უმუშევრობა, უსაფრთხოება, შემოსავლები და ასე შემდეგ. მიპასუხოთ, აი მაქსიმუმ რა შედეგს ელოდებით თვითმმართველობის არჩევნებიდან. ეხლა სიმართლე გითხრათ, ოშტღოში პირადად ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე რეალისტურად გამოიყურება სურათი, როდესაც აი ლელოსაც და გახარიას პარტიასაც რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეჰყავს რამდენიმე დეპუტატი. აი მართლა გულწრფელად მაინტერესებს, აი ესეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისის პირობებში რასაც ემატება ის, რომ ამდენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაპატიმრებული, საიდანაც ორი თქვენი პარტიის დამფუძნებელია, ხო? აი რამდენად წარმოგიდგენიათ დასხდომა საკრებულოში და საუბარი ისეთ თემებზე, როგორიც არის გზები, ხიდები, დენი, გაზი და ასე შემდეგ. სრულიად წარმოგვიდგენია, იმიტომ რომ მოქალაქეებს დღეს ჭირდებათ პოლიტიკური გუნდი, რომელიც მათ პრობლემებზე ილაპარაკებს. მათ პრობლემებზე ილაპარაკებს, იმიტომ რომ ის რომ მათ დენი არ აქვთ, გზა არ აქვთ, გაზი არ აქვთ, წყალი არ აქვთ, საერთოდ არაფერი არ გააჩნიათ, არანაირი სოციალური გარანტია არ გააჩნიათ და მათი ბიუჯეტს ხრავს ვიღაცა ადგილობრივი ჩინოვნიკი ან ადგილობრივი ფეოდალი. მათ უნდათ რომ ამ პრობლემებზე ვიღაცა ლაპარაკობდეს და წინააღმდეგ შემთხვევაში ახერხებ იმას, რომ თელ კონსოლიდაციას ქართული ოცნების ხელში აქცევს, რომელმაც დაამტკიცა, რომ კორუფციონერების და რაღაცა კლანური ერთობის უბრალოდ სიმბოლოა ეს კონკრეტული პარტიები და ეუბნებით, რომ მე შესაძლებლობას გარდა რომ მიდი მიუშვი სრულიად სიპებიდან და აიპებიდან გაყარე ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც კრიტიკულ აზრს დაგიფიქსირებს, ამას ეუბნები შენი ბოიკოტით. მაგალითად, აი ოპონირებაში რა შევიდეთ და ვთქვათ, რომ თქვენ ხართ ბოიკოტის მხარდამჭერი. თქვენ ამ ბოიკოტის მხარდამჭერი, თქვენი დუმილით ახერხებთ იმას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულმა ოცნებამ ძალაუფლება გაიმყაროს. მთელი საქართველოს ბიუჯეტები, მუნიციპალური ბიუჯეტები ხელში ჩაიგდოს. რიგითი მოქალაქეების ბაღების გაერთიანებები, ის სიპები, აიპები, სანდასუფთავება, გამწვანების სამსახურები მიატოვოთ. ანუ 10,000-ობით, 100,000-ობით მოქალაქე. მარტო თბილისში მუშაობს 40,000 მოქალაქე სიპებში და აიპებში და დაქვემდებარებულ სამსახურებში. თბილისის 40,000 მოქალაქეს ასეულებთ, რომ მათ ხმასაც არ გააჟღერებთ? კი, მათ ჭირდებათ ეს ყველაფერი. მოსყიდვის ერთ-ერთი მცდელობა რა არის ხოლმე წინა საარჩევნო, რომ გზას დაგიგებ, წყალს გამოგიყვან. საქართველოში წყალი არ აქვს უამრავ სოფელს და ამ ვითარებაში სიმპტომურ მკურნალობას მათში, როდესაც ჯერ რაღაცა დაავადების, ასე ვთქვათ, იმისთვის რომ დაავადება ამოძირკო,
ჯერ დაავადების ლოკალიზება უნდა მოახერხო. ანუ მის გავრცელებას უნდა შეუწყო ხელი. და მე გეუბნებით თქვენ, გთავაზობთ, რომ მოდი შევუწყოთ ივანიშვილის მეტასტაზების გავრცელებას ხელი, საკრებულოებში მისი ძალაუფლების გამყარება, ანუ ყველგან შესვა, აი მეტასტაზია. და ამ მეტასტაზები ცდილობს რომ ყველგან შევიდეს და მე გეუბნებით, რომ ხელი შევუშალოთ, ჯერ შევაჩეროთ და შემდეგ მით დათრგუნვაზე ვიმუშაოთ და თქვენ მეუბნებით, თქვათ ამ შემთხვევაში ოპონირებას, თქვენ მეუბნებით, რომ არა, მიუშვი და შეჭამოს მთელი სხეული და გვავიწყდება ის, რომ ეს სხეული არიან მოქალაქეები. მოქალაქეები კი, რომელსაც ანაღლებს წყალი როდის ექნება, სუფთა სასმელ წყალზეა საუბარი. ჭის და რაღაცა დაგროვებულ წყალზე ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ ნაწილი. ეს ხო ამის არაღიარება, ამის დავა მელიორაციას რომ უამრავ რაღაცას პრობლემას საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანია, თუმცა არჩევნები როგორც ბრძოლის შესაძლებლობა შედეგს გამოიღებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში არჩევნებში რომ სრულიად ოპოზიცია შესულიყო. მე არ ვამბობ ამას გეუბნებიან საექსპერტო წრეების წარმომადგენლები. ჩვენ კი რეალურად მივიღეთ ვითარება, როდესაც ადგილობრივი არჩევნების საკითხზე ოპოზიციის ფრაგმენტაციას ხედავთ და მეტიც იმის ნაცვლად რომ ოპოზიციური ძალები ქართული ოცნებისკენ მიმართავდეთ ძალისხმევას ერთმანეთს პირდებით და ებრძვით თქვენ კი ამბობთ რომ თავს იკავებთ კრიტიკისგან, თუმცა ზოგადად ოპოზიციურ ველზე შექმნილი სურათი და ფონი ღირებული იქნება ჩემთვის ძალიან რომ დავაკონკრეტოთ და ვთქვა ერთმანეთში ხართ დაპირისპირებული. მოკლედ ეს ვითარება ხელს აძლევს და აძლიერებს თუ არა ქართულ და შესაბამისად კიდევ უფრო სუსტდება თუ არა მთლიანად ოპოზიციური სპექტრი. გავიგე. პირველ რიგში ერთი ოპოზიციაში არის დაპირისპირება, მაგრამ არა ურთიერთ დაპირისპირება. ჩვენ ვამბობთ რომ ოპოზიცია არ ვიქნებით. ანუ ოპოზიციის კრიტიკით არ ვიქნებით ყოველდღე დაკავებული. ჩემი მიზანია რომ ვიყო დაკავებული ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით, რომელიც მიმაჩნია რუსული ხელისუფლების გაგრძელებად, რომელიც მიმაჩნია კორუფციის მთავარ წყაროდ, რომელიც მიმაჩნია უსამართლობის, ძიამაღლობელის ციხეში გამოკეტვის, ათობით ბავშვის, სტუდენტის ახალგაზრდის ციხეში გამოკეტვის, ჩაგურის ადამიანების, ანგარიშწორების სადარბაზოებთან როსცემდნენ ადამიანებს, ამის ავტორად მიმაჩნია და მე მასზე ვლაპარაკობ. არ ვლაპარაკობ სხვაზე და ხედავ ახლა სხვა ოპოზიციონერებს, რომლებიც 24 საათი ლელოს კრიტიკაში არიან იქეთ-აქეთ, რომ მათი დილა იწყება ლელოს კრიტიკით, საღამო მთავრდება ლელოს კრიტიკით. ღმერთმა გაუმარჯოთ. მათი გზაც შეიძლება ლეგიტიმური იყოს, ბოიკოტის გზა, ესეც შეიძლება ლეგიტიმური იყოს, მაგრამ თავის მხრივ მე ჩემი გზა მაქვს, რომელზეც ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ვინმე, ვინც ხალხის პრობლემებზე ილაპარაკებს და ხალხის პრობლემა არის ყველაფერი ერთად. რუსული ხელისუფლებაც და მათ შორის ყოფითი საკითხებიც, რომელიც მნიშვნელოვანია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილს არ უნდა მივცეთ ამ მართლა საქართველოს სახელმწიფოს კიბოს შესაძლებლობა რომ მეტასტაზები ყველგან შეუშვას და პირდაპირ შეძლოს მთელი ორგანიზმის დაავადება. ჩვენ სახელმწიფო არის დაავადებული ივანიშვილით. დაავადებული ივანიშვილი ჩვენ ჯერ უნდა შევაჩეროთ მისი გავრცელება და შემდეგ უნდა შევძლოთ მისი დათრგუნვა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით A წერტილში. C წერტილი არის საპარლამენტო არჩევნები, რომლის მოთხოვნა ჩვენ არ გაგვიჩერებია და საგარეო ველზე ახლა დაბრუნდნენ ჩემი კოლეგები გრიგოლ გეგელე და სალომე სამადაშვილი საპარლამენტო არჩევნების რა თქმა უნდა კალენდარულია, კონსტიტუციით მიერ გათვალისწინებული არჩევნებია. ანუ გიწევს ამის გავლა და შენ გაქვს არჩევანი. აი თქვენი არჩევანია რომ გაერიდოთ ამ ყველაფერს და ივანიშვილს მისცეთ სრული ძალაუფლება მუნიციპალურ დონეზე, საუბარია მილიარდობით ლარ ბიუჯეტზე წვდომაზე, საუბარია მოქალაქეების ბედის გადაწყვეტის ღილაკს, საჭეს ანდობთ და უნებით რომ იქ მოქალაქეების ბედი შენ გადაწყვიტე. და როგორ გადაწყვიტეს, ხო ვნახეთ იპოდრომი როგორ გადაწყვიტეს, ხო ვნახეთ ლაგუნავერი როგორ გადაწყვიტეს, ბათუმში ეს კუნძული როგორ გადაწყვიტეს, ნახეთ. და იმედი არ ვწდები, საკრებულოების დონეზე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებით, ხო? ანუ თქვენ არ გეხებათ ეს ბოიკოტი. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში არ ვიმყოფებით. გახარიას პარტიის წარმომადგენლებს დღეს მაგალითად გეტყვით ბათუმის საკრებულოში შედგა სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ ნამდვილად თავზე დავახურეთ ის უსამართლობა, რასაც ისინი აკეთებენ და ორადორი დეპუტატი ესწრებოდა ამ საკრებულოს სხდომას. ეს ხო ვაჟა დარჩია, კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოდან და გახარიას გუნდის წარმომადგენლობა. კი, ჩვენ ყველგან ვიბრძვით და მათ ყველგან უქმნით დისკომფორტს. უნდა ნახოთ, აი თუ გექნებათ ეთერის შემდეგ შესაძლებლობა, გადავლეთ თვალე ამ საკრებულოს სხდომას. ერთმა დეპუტატმაც კი ვაჟა დარჩია, ლელოს დეპუტატია, მის სიტყვაზე, როგორ ყვირიან, ჩხავიან, როგორ ცდილობენ რომ შეაწყვეტენ, ერთი ადამიანისაც კი ეშინიათ და ჩვენ შეგვიძლია მეტი შევძლოთ. რაც შეეხება თქვენ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვას, რა შედეგის მოლოდინი გაქვთ. ამ შეკითხვას არ გაურბივა, რა თქმა უნდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ახლა
ჩვენ არ ვართ პარტიული სისტემების პირობებში. ჩვენ გვყავს საზოგადოება და ამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საკმარისი გონიერება იმისთვის, რომ მიიღოს დამოუკიდებელი განცხადება მისი პარტიის ლიდერი, რა პოზიციასაც არ უნდა აფიქსირებდეს. დღეს გვაქვს ვითარება, სადაც მაგალითად თბილისის შემთხვევა ავიღოთ. მხოლოდ 4 კოალიციური პროდასალური პარტიის მხარდაჭერა არის 66% და 23%-ია ჩამოსული ქართული ოცნების მხარდაჭერა. 66-23-ის წინააღმდეგ. დღეს ახლა მივმართავ მაგალითად 4 ნომრის, 5 ნომრის ამომრჩევლებს ან სხვა პარტიის ამომრჩევლებს. თქვენ გაქვთ შანსი, რომ ეს 66% იყოს 23-ის წინააღმდეგ და დაამარცხოთ ივანიშვილი მთავარი ბრძოლის ველზე და ეს არის დედაქალაქი, რომელიც ლამის საქართველოს ნახევარია, მილიარდ ნახევრიან ბიუჯეტზე წვდომით და შეუზღუდოთ ბიძინა ივანიშვილს როგორც ამ სახელმწიფოს კიბოს ის შესაძლებლობა რომ დაეუფლოს ყველაფერს ერთდროულად და თუ 66% დაირაზმება მოხდება და ვერ დადებთ იმ შედეგს როგორ მოხდება მზად ხართ იმისთვის რომ ბოდიში მოიხადოთ იმის გამო რომ სათანადოდ ვერ შეაფასეთ ის საარჩევნო სისტემა ის არსებული მოცემულობა რომლის წინაშეც თქვენ ხართ როგორც პოლიტიკური ძალა და აქვე კიდევ ერთი შეფასება რომელიც ასევე მე არ მეკუთვნის თუ კი ოპოზიციამ ადგილზე რეჟიმის შერყევა ვერ შეძლო ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტი უძლური იქნება ოპოზიციის დაქსაქსულობის პირობებში კი ვერავით არის შედეგი ვერ დადგება. შედეგად მივიღებთ მხოლოდ იმას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამარჯვების ნიშნად ქალაქებში მოსიარულე ოცნების დროშებიან მანქანებს ვიხილავთ. აი რას იზამთ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებიდან ჩავიკითხე მცირე ამონარი და აი რას იზამთ? იმ შემთხვევაში თუ კი ზუსტად ეს სურათი დატრიალდება და აქვე კითხავთ იმასაც ასეთი სურათის შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაზიანდება თუ არა ის არ ვიცი საპროტესტო მოძრაობა რომელსაც რამდენიმე თვეა თითქმის 1 წელია 10 თვეზე მეტი ქუჩებში ვხედავთ. პირველ რიგში ბოდიშით დავიწყოთ. კი ბატონო, თქვენ მეუბნებით მაგალითად ლელა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოთ იმის გამო, რომ აგვისტოში, როცა რიგი პოლიტიკური პარტიის ლიდერები მე სოციალურ ქსელში ვხედავ, რომ ზოგი დასასვენებლად არის წასული, ზოგი ნიუ-იორკში ისვენებს, ზოგი საბერძნეთის სანაპიროზე, მათ ნაცვლად მე მთელ საქართველოში მოძრაობ, ვიბრძვი 64 მუნიციპალიტეტში გახსნილი გვაქვს წინააღმდეგობის შტაბები და ოფისები, ველაპარაკებით მოქალაქეებს, ვებრძვით ივანიშვილს, თავდასხმები სწორედ ხორციელდება მათზე, ვინც იბრძვის და ამ ვითარებაში მეუბნებით, რომ ბრძოლის გამო უნდა მოვიხადო ბოდიში, თუ რის გამო უნდა მოვიხადო, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ვაძლევ ძალაუფლების კონსოლიდაციის და ხელში მოგროვების შესაძლებლობას. ამის გამო ბოდიშს არ მოვიხდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ვიბრძვი ივანიშვილის წინააღმდეგ. ბოდიში მოვიხადოთ მათ, ვისაც ფოკუსი აქვს გასასწორებელი და ივანიშვილის ნაცვლად ჯოხს რაღაცნაირად უჩხიკინებენ ოპოზიციურ პარტიებს. ამიტომ მე სრულიად გააზრებული მაქვს ჩვენს მეგობრებთან ერთად, რომ ბრძოლას, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, აქვს უამრავი დისკომფორტი. უამრავი დისკომფორტი 6 წელი არსებობს პოლიტიკური პარტია ლელო და კოალიცია ძლიერი საქართველო ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში და ჩვენ გამოვიართ უამრავი წნეხი, ჩვენი პარტიის ორი ლიდერი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ახლა საპატიმროში სხედან, რას დაუმძიმებენ, რა ახალ ბრალს წარუდგენენ, საერთოდ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. შეწყალების შემოთავაზება, რომელიც ყაველაშვილისგან მივიღეთ, ჩვენ მათ უთხარით უარი, რომ არანაირი თხოვნა, არანაირი ლეგიტიმაციის აღიარება არ იქნება. ყველანაირ ბრძოლაში ვართ შესული. ხარც უჭერთ ყველა იმ მნიშვნელოვან ეპიცენტრს, რაზეც გადის ივანიშვილის ხელისუფლების. კარგი, ბატონო ირაკლი, რაც შეეხება იმ გეგმებს, რომელიც ბოიკოტის მომხრე პარტიებში, ესე ვთქვათ, მუშავდება, ამაზეც მინდა გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია, მაგალითად აი ლევან ხაბეიშვილის ხედვა, რომ 4 ოქტომბერს საარჩევნო პროცესის პარალელურად ქუჩებში უნდა გამოვიდეს 100,000-ობით მოქალაქე და სწორედ ამ დღეს შეიქმნა საფუძველი იმისა, რომ ქართული ოცნება წავიდეს. რამდენად არის თქვენთვის ხაბეიშვილის ხედვა რევოლუციის დაანონსება და სად იქნება ლელო 4 ოქტომბერს? იქნება მხოლოდ საარჩევნო უბნებზე თუ ამავე დროს იქნება ქუჩებშიც თუ კი საპროტესტო აქცია დაიგეგმება? ჩვენ მხარს უჭერთ ნებისმიერ წინააღმდეგობრივ მოძრაობას ივანიშვილის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, როცა გულისხმობთ წინააღმდეგობრივ მოძრაობას, გულისხმობთ მშვიდობიან წინააღმდეგობრივ მოძრაობას, ეს იქნება აქცია, მანიფესტაცია, მანიფესტი თუ ასე შემდეგ. ჩვენ არ დავკლები ვართ ასეთ არც ერთ მნიშვნელოვან აქციას, სადაც გვარბევდნენ ერთად ყოველას მოქალაქეებს, სხვა პარტიის ლიდერებს და ასე შემდეგ. ლევან ხაბეიშვილს ხედვა, რომ
მან გამართოს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, სრულიად ჯდება ივანიშვილის წინააღმდეგ არსებულ გეგმაში. ჩვენ არ ვაკრიტიკებთ არავის, საერთოდ განსაკუთრებულად ოპოზიციურ პარტიებს, ვაკრიტიკებთ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს. ეს იქნება ჩვენი მიზანი, ეს იქნება ჩვენი ფოკუსი, რომელსაც არანაირი ალტერნატიული გზა არ ექნება. მე არ მგონია, რომ ვინმე რევოლუციას აანონსებს, რევოლუციები არ ანონსდება, მაგრამ ანონსდება წინააღმდეგობის შეკრების დღეები და როგორც აღვიქვა, ეს არის აქციის და საპროტესტო წინააღმდეგობის ერთ-ერთი დღე, რომელიც მნიშვნელოვნად მიაჩნია ლევან ხაბეიშვილს. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქუჩა, მათ შორის არჩევნების გზით ბრძოლა და მათ შორის საგარეო ველზე პარტნიორებთან მუშაობა არის ერთობლივი კომბინაცია, რომლითაც ივანიშვილის დამარცხება ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად შეიძლება. ისევ ადგილობრივი არჩევნები და ამჯერად აქციებზე დაკავებული პირების კონტექსტში მინდა დაგისვათ ერთი კითხვა. აქციებზე დაკავებული პირები ალაპარაკდნენ, რომ მათ კონკრეტულ ადამიანებს უგზავნიან და უთვლიან, რომ თუკი ბოდიშს მოიხდიან და იგივე მიხეილ ყაველაშვილის მიმართავენ შეწყალების თხოვნით შეიწყალებენ და მოხდება მათი გათავისუფლება. როგორ ფიქრობთ, რატომ ჭირდება ქართულ ოცნებას მათი მხრიდან ბოდიში და აქვე აი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, რამდენად ელოდებით, რომ თუნდაც ეს იყოს არჩევნებზე გათვლილი, აი წინა საარჩევნო პერიოდში ვნახოთ ამ ადამიანებთან, ამ ახალგაზრდებთან დაკავშირებით რაღაც ახალი გაწყვეტილება და მოკლედ რომ მიპასუხოთ, უკვე ქართული ოცნების ღონისძიებაც იწყება, კახაკალაძის წარდგენა უნდა მოხდეს ოფიციალურად და მინდა რომ შევიყვანოთ ეს ღონისძიება პირდაპირ ეთერში. კი ბატონო. პოლიტიკურმა ლიდერებმა და მათ შორის მოქალაქე პოლიტპატიმრებმა ჩააბარეს ის გამოცდა, სადაც თქვეს, რომ ისინი ბოდიშს არ მოიხდიან, იმიტომ ისინი არიან უდანაშაულოები. მე ამ თეზის სრულიად ვეთანხმები, უდანაშაულო ადამიანები ბოდიშს არ იხდიან და არ შეწყალების მოთხოვნით არ მიმართავენ არალეგიტიმურ პრეზიდენტს. ის პრეზენტაცია, რომელიც ახლა თქვენს ეთერში უნდა გავიდეს, მე მაქვს იმედი, სურვილი და ამისთვის მზად ვართ რომ დავიხარჯოთ, რომ პროევროპულ ქალაქს, ევროპულ თბილისს არ უნდა ჰყავდეს რუსი მერი. მადლობა ბატო ირაკლის სტუმრობისთვის. ირაკლი კუპრაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. ახლა კი ვიდრე ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთება, პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ ქართული ოცნების ღონისძიება. მმართველი პარტია თბილისის მერობის კანდიდატად კახაკალაძეს ოფიციალურად დაასახელებს. სწორედ ეს ღონისძიება დაიწყო ეს წუთიან თათმინდაზე და შეგვიძლია ერთად მივატებინოთ თქვა. ხსნის განმავლობაში საზოგადოების ხარდაჭერით აუცილებლად შევასრულებთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო და მივესალმო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს საქართველო გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა და ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორგზაზე დააყენა. 2012 წლიდან საქართველოს აქვს 13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს უკვე მეხუთე წელია საქართველო არის პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელსაც კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც უკვე აღნიშნე, დღეს ვხსნით ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ თბილისის მერობის კანდიდატს. პირველ რიგში მინდა გავიხსენო, რომ დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. გასული 8 წლის განმავლობაში თბილისისთვის და თბილისელებისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. თბილისი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე დედაქალაქი. მოიწყო 2500-ზე მეტი ახალი და განახლებული პარკი და სკვერი. აღდგა და განახლდა დღე 152 ჰექტარ ფართობზე, დაირგო 665-ზე მეტი ძირი მწვანე ნარგავი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის 100-მდე უმნიშვნელოვანეს ობიექტს, მათ შორის ორბელიანის მოედანს, გუდიაშვილის მოედანს, მოსავლე ახალგაზრდობის სასახლეს, შრალ და ზააბრუკენის ხიდებს, დარიჯან დედოფლის სასახლეს, დედაენისა და 9 მარტის ბაღებს. მოწესრიგდა მრავალი გამზირი ქუჩა და გზა, შეკეთდა და რეაბილიტირდა 8,5 მილიონი კვადრატული მეტრი გზის საფარი. რეაბილიტირდა და მოწესრიგდა 1754 ქუჩა და გამზირი. აშენდა ახალი გზები, ესტაკადები, პანდუსები, საავტომობილო ხიდები და გვირაბები. 2000-ზე მეტი პროექტი განხორციელდა წყალარინებისა და სანაოღრე მოსაწესრიგებლად. გამაგრების სამუშაოები ჩატარდა 800 მისამართზე. 128,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დამონტაჟდა ქვათასვენის საწინააღმდეგო ბადეები. დამონტაჟდა 7500 გარეგანათების პოზი და 20,000 სანათი. მოიწყო 3800 მხატვრული მინათების სანათი.
700-ზე მეტ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა გამაგრება. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით უახლოეს მომავალში ბინას დამატებით 1100 ოჯახი მიიღებს. დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი მიიღო 12000-მდე დაზარალებულმა ოჯახმა. სამშენებლო ამნისტიის პროექტის შედეგად უფლებრივად უნაკლო ბინას 30000-ზე მეტმა თბილისელმა მიიღო. ქალაქს შეემატა 916 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი. სრულად განახლდა მიკროავტობუსების პარკი. მეტროს დაემატა და ემატება 138 ახალი ვაგონი, შეკეთდა 208 ვაგონი. რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2 მეტროს სადგურს. დაიხაზა ავტობუსის 91 კილომეტრიანი და ველოსიპედის 40 კილომეტრიანი ზოლები. ამოქმედა 90 წუთიანი უფასო გადაცემის ტარიფი და შეღავათიანი სამგზავრო აბონემენტები. მოეწყობა უახლოეს მომავალში მოეწყობა ჯამში 300-მდე დამტენი ელექტროავტომობილებისთვის. სამ ეტაპად გატარდა ტაქსების მასშტაბური რეფორმა. თბილისი გახდა უფრო მზრუნველი ქალაქი ბავშვებისთვის. აშენდა 26 ახალი საბავშვო ბაღი, სრული რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 14 საბავშვო ბაღს, სრულად გარემონტდა 8 საბავშვო ბაღი. დაინერგა ბავშვთა უსაფრთხოებისა და საბავშვო ბაღის გამართვის თანამედროვე სტანდარტები. გაორმაგდა საბავშვო ბაღების 13500 თანამშრომლის ხელფასები. მომზადებისა და გადამზადების კურსები გაიარა ბაღების 9000-მდე თანამშრომელმა. მერიამ დააფინანსა ჯანდაცვის 3.840.000-ზე მეტი შემთხვევა. 64000-ზე მეტი ოჯახი იღებს კომუნალურ სუბსიდიას. 1375 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირი იღებს 800 ლარიან დახმარებას. 10000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვთა მოზარდს უფინანსდება სწავლა ახალგაზრდობის სახლებსა და ეროვნულ სასახლეში, ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებზე. 73000-ზე მეტი პირი დაფინანსა სოციალურად დაუცველ პენსიონერთა 500 ლარიანი მედიკამენტების პროგრამით. 357-ჯერ გაიცა 100 წლისა მეტი ასაკის ხანდასმულებზე ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის, ხოლო 2025 წლიდან 10000 ლარის ოდენობით. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდებზე ზრუნვის მიმართულებით განხორციელდა 5000-ზე მეტი პროექტი და ინიციატივა. სწავლა დაუფინანსდა 19000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ 4000-მდე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტს. 5000-მდე წარმატებული მაგისტრატი გახდა თბილისის მერიის სტიპენდიანტი. პროფესიული განათლების ხელშეწყობის ფარგლებში 11000-ზე მეტი თბილისელი გადამზადდა, საიდანაც 75% დასაქმდა. 2021 წელს თბილისმა მოიპოვა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის, 2025 წელს კი სპორტის ქალაქის სტატუსი. აშენდა და რეაბილიტირდა 500-ზე მეტი სპორტული მოედანი, აშენდა 5 სპორტული კომპლექსი, ამოქმედა პროგრამა სპორტი უფროსი თაობისთვის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 მუზეუმს, 8 სახელმწიფო სკოლას და 5 ბიბლიოთეკას. ეს არის იმ საქმეების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც გასული 8 წლის მანძილზე თბილისისთვის და თბილისელებისთვის გაკეთდა. და ყველა ეს საქმე გაკეთდა გამორჩეული სიყვარულით და მზრუნველობით თბილისისა და თბილისელების მიმართ. ყველა ეს საქმე გაკეთდა გამორჩეული პროფესიონალიზმით და გამორჩეული გემოვნებით. ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვიდგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი, ან უბრალოდ კარგი პატრიოტი. მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს. ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე, ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი. მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე, უფრო მოწესრიგებული ქალაქი. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჯერდება ჩვენს უსახურლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისს. და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ ერთ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია. სწორედ ამიტომ ქართული ოცნების გუნდის სახელით აქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად მომავალ მერად წარმოგიდგენოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი კახა კალაძე. გთხოვთ. მოგესალმებით მეგობრებო. მივესალმები ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს, მთავრობისა და
პარლამენტის წევრებს, რეგიონის წარმომადგენლებს, თბილისის საკრებულოს და მთავრობის წევრებს. მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მივესალმოთ ჩემს თბილისს და თბილისელებს. ზედიზედ მესამედ წარს გე თბილისის მერობის კანდიდატად ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია. მე მინდა ცოტა გადახვევა გავაკეთო და გავიხსენო 2011 წელი, როდესაც პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი საუბარი რა თქმა უნდა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, იმ მძიმე პოლიტიკურ ფონს და მახსოვს ბატონ ბიძინას შეკითხვა. თუ სად მოვიაზრებდი საკუთარ თავს პოლიტიკაში და როგორ ხედავდი ჩემს მომავალს. მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთით ვიყავი დაკავებული, სპორტში მოღვაწეობდი, არ მქონდა არანაირი პოლიტიკური გამოცდილება და ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ვიყო იქ, სადაც გუნდს ჭირდება. დღეს 14 წლის შემდეგ ცხადია დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და შემიძლია იგივე სიტყვები გავიმეორო, რომ მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ვიყო იქ, სადაც ჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენთან, მათ შორის პირადად ჩემს გვერდით იდგა და დგას მთელი ამ წლების განმავლობაში. 2017 წლიდან მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი გავხდი, ერთად ბევრი რამ შევძელით. ყველა დიდ წამოწყებას ხადია, დიდი სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენი გუნდურობით, მიზანსწრაფულობით, თბილისელების ნდობით და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლის რწმენით ყველამ ერთად თბილისის განვითარებაში არაერთი გარდამტეხი ცვლილება შევიტანეთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ნდობისა და თანამშრომლობისთვის, თითოეული გამამხნევებელი სიტყვისთვის, საქმიანი კრიტიკისთვის და თითოეული იმ ინიციატივისთვის, რომლის განხორციელების შემდეგ ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე, განვითარებული, მოწესრიგებული და სიცოცხლით სავსე გახდა. დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო 8 წელია თბილისის თითოეული რაიონის, თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს. ბედნიერია იმ ცვლილებებით, რამაც თბილისი აქცია თანამედროვე ქალაქად. იცის რა აწუხებს, რა პრობლემები აწუხებს თბილისელებს და გულწრფელად ჯერა, რომ თბილისი ამოუწურავი შესაძლებლობების ქალაქია. მე კარგად მესმის, რომ თბილისი არ არის უბრალოდ ქალაქი. ის ჩვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების, ქართული სულის გამოძახილია. მის უძველეს ქუჩებში საქართველოს ისტორიას უნთქავს. ეს ქალაქი საუკუნეებია დგას როგორც გზაჯვარედინი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური კულტურის გადაკვეთის სივრცე. თუმცა ამ მრავალფეროვნებაში მას არ დაუკარგავს თავისი სული, არ დაუკარგავს ეროვნული ღირებულებები, რაც ძვირფასია თითოეული ქართველისთვის. ერთდროულად ქართული იდენტობა და მრავალმხრივი მრავალფეროვნება განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის უნიკალურობას. დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი. ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს. თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ
მის წარსულზეც. თბილისი ისტორიული იერსახის შენარჩუნება ნიშნავს ქალაქის სულის გადარჩენას. ვაცნობიერებთ თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა იყო ისტორიით სავსე ამ უძველესი ქალაქის მერი. თბილისი შესაძლებლობების ქალაქია. დიახ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სიძველის მიუხედავად დღეს თბილისი საოცრად თანამედროვე ქალაქია თავისი პარკებით, სკვერებით, კულტურული სივრცეებით, სპორტული მოედნებით, მოდერნიზებული ქუჩებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგრამ თბილისი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. უნდა განვითარდეს სწორად, თანმიმდევრულად, სწორი და ზუსტი ხედვითა და გეგმით. რასაკვირველია, ჩემო მეგობრებო, ამ ხელატვირთს საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი, რომ არ მქონდეს თქვენი თბილისელების დიდი მხარდაჭერა, რომ არ იდგეს ჩემს ზურგს უკან ძლიერი პოლიტიკური გუნდი, ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო, რომელსაც გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის გამტკიცებაში. ცხადია, რთული იქნებოდა დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა, რომ არა თბილისის მერიის გამოცდილ პროფესიონალ თანამშრომელთა უზარმაზარი არმია. მე აქ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მუნიციპალიტეტის თანამშრომელს დაწყებული მეეზოვედან დამთავრებული ვისემერამდე მინდა მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ 24 საათიან რეჟიმში ჩვენ ვართ ქალაქის სამსახურში, თბილისელების სამსახურში. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, რომელიც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას და ჩემს უფროს ვაჟს ლევანს, ხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. როგორც უკვე ვახსენე, თბილისი შესაძლებლობების ქალაქია. ამის გარანტი კი ხართ თქვენ, ახალგაზრდები, მომავალი თაობა, ჩვენი ხვალინდელი დღის საყრდენი და იმედი. მე თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს ახალგაზრდობასთან, რომელთა ენერგია და იდეები ჩვენი ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გაძლევთ პირობას ამ ძალას მომავალშიც გამოვიყენებთ მეტი განვითარებისთვის, შენებისთვის. ეს ცხადია არ გულისხმობს მხოლოდ ქალაქის განვითარებას. ესა პასუხისმგებლობის გაზიარება, იდეების გაცვლა და ერთობლივი შრომა უკეთესი თბილისისთვის. ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენი სიყვარული ქვეყნისა და ქალაქისადმი გვაძლევს იმედს, რომ თბილისი ნამდვილად იქნება ცოცხალი, თანამედროვე და განახლებაზე ორიენტირებული ქალაქი. როდესაც 8 წლის წინ პირველად წავდექი თბილისელების წინაშე მერობის კანდიდატად, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირება იყო სიცოცხლით სავსე ქალაქი. მაშინ, როდესაც ქალაქში დავდიოდი, ვცდილობდი ჩემთვის ცხადად წარმომედგინა თუ როგორ შეიძლებოდა შესხმოდა ხორცი ამ დაპირებას. როგორი უნდა გამხდარიყო თბილისი ამ დაპირების შესრულების შემდეგ. პირველი, რაც მაშინ შევამჩნია, იყო ცარიელი ეზოები, პარკები, სკვერები და სხვა საჯარო სივრცეები. სამწუხაროდ 2017 წლის თბილისში სიცოცხლე არ ჩქეფდა ისე, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქში გვინახავს. და მაშინ გავიაზრე, რომ თავარი, რამაც ქალაქს მეტი სიცოცხლე შეიძლება შეზინოს, არის ადამიანების ხალისი, კონდეთ მეტი ურთიერთობა საკუთარ ქალაქთან და თანაქალაქელებთან. დღეს ალბათ ყველა ვამჩნევთ ადამიანების სიმრავლეს, ეზოებში, სკვერებსა და პარკებში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში თუ გარეუბნებში, კულტურულ და სპორტულ სივრცეებში. დღეს თბილისი და მისი თითეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ჩემო მეგობრებო, დღეს ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს. რა თქმა უნდა, მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია საუბარი ქალაქის განვითარებაზე, წინსვლაზე და ის, რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს მშვიდობა,
ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო და აქაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ჩვენს საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მეგობრებო, სიტყვა სიკეთეს ორი მნიშვნელობა აქვს: მატერიალური და არამატერიალური. ჩვენს ქალაქს ჭირდება მეტი სიკეთე მატერიალური თვალსაზრისით. ეს არის კიდევ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, ძველი თბილისის ახალი რეაბილიტირებული უბნები, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე და სილამაზე, კიდევ უფრო მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა, ახალი კულტურული და სპორტული ობიექტები, სკოლები და ბაღები. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ამ დაპირებას და მომდევნო 4 წლის განმავლობაში შევქმნით მეტ მატერიალურ სიკეთეს თბილისს და თბილისელებს. სიკეთეს მატერიალურთან ერთად აქვს არამატერიალური დატვირთვაც. თბილისი ტრადიციულად იყო ურთიერთობების ქალაქი, სიკეთით სავსე ქალაქი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი და თბილისელებს შორის ურთიერთობების მთავარ მორალურ ღერძად ვაქციოთ სიკეთე. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო 4 წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობით და გულისყურით შევასრულებთ. მეგობრებო, თბილისი არჩევანზე მეტია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისის მომავალზე და ვაქციოთ ის კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა ნდობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მაძლევთ შესაძლებლობას ვემსახუროთ ჩემს ქალაქს, ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს. ჩემო თბილისელებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გასული 8 წლის მანძილზე გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების შესაძლებლობა მოგცა. ჩემთვის დიდი პატივია კვლავ იყო თბილისის სამსახურში და მჯერა ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე ჩვენს ულამაზეს თბილის ქალაქს. მადლობა. ასე ქართულმა ოცნებამ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. ეს იყო მმართველი პარტიის ღონისძიება მთაწმინდიდან. ჩვენ კი ვუბრუნდებით სტუდიას, სადაც კიდევ ერთი სტუმარი გველოდება, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი უჩა ნანოაშვილი. ახლა ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატონო უჩა და მადლობა რომ შემოგვერთ. მადლობა მოწვევისთვის. ბატონო უჩა, თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი კვლავ კახა კალაძე იქნება, სწორედ მისი წარდგენის ღონისძიებას ადევნებდა ახლა თვალყურს მაყურებელი, ამიტომ მოდით თავდაპირველად სწორედ ამ ამბის შეფასებით დავიწყოთ. აი რა სიტყვით თბილისის მერის პოზიციაზე 8 წლიანი საქმიანობის შემდეგ ისევ კახა კალაძის კანდიდატურა. აი როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდა კახა კალაძე ქართული ოცნებისთვის უალტერნატივო და აქვე აი პირველ რიგში როგორც თბილისის მცხოვრები მოქალაქის აზრით, რამდენად არის დღეს დედაქალაქი იმაზე უფრო ლამაზი და განვითარებული, მწვანეც ეს შეფასებაც იყო ღონისძიებაზე ნახსენები, ვიდრე ეს იყო წლების წინ და აგერ ირაკლი ყობახიძემ როგორც მოვისმინეთ, ბევრი რამ ჩამოთვალა, რაც ხელისუფლების შეფასებით კალაძის მერობის პერიოდში გაკეთდა. ნებისმიერი ევროპული ქალაქი ინატრებდა ასეთ მერსო, ესეც ირაკლი ყობახიძის შეფასებიდანაა. ალბათ მთავარი პრობლემა ეს არის, რომ ხელისუფლებას არ ყავს კანდიდატები, უბრალოდ ადამიანური რესურსების ნაკლებობაც შეიძლება ითქვას არის რეალურად იმის საფუძველი, რომ არ მოხდა ახალი კანდიდატურის შერჩევა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება არსებობის მანძილზე ყოველთვის ცვლის რაღაც პერსონაჟს, ცვლის რაღაც გუნდს, ხო? ნახეთ როგორ მოხდა შეცვლა რამდენჯერმე, მათ შორის სხვადასხვა თანამდებობის პირების, იმისთვის რომ რეალურად ის პრობლემები, ის კრიზისი, ის უარყოფითი მომენტები, რომელიც მათი მმართველობის პერიოდში დადგა, რაღაცნაირად თითქოს გადაფაროს და შესაბამისად ახალ კადრებს მისცეს შესაძლებლობა, რომ სწორედ მათი მეშვეობით განახორციელოს, ხო, გარკვეული გეგმები. მაგრამ აქ ვხედავთ, რომ პრინციპში ვერ შეძლეს სხვა კანდიდატურის წარმოდგენა, გამომდინარე იქიდან, რომ მე ვფიქრობ, რომ ნაკლებად ჰქონდა ქართულ ოცნებას დღეს შანსი
წარმოედგინა ისეთი კანდიდატი საზოგადოებისთვის, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით ისარგებლებდა, მას რაიმე შანსი ექნებოდა, ამიტომაც კვლავ ძველ კანდიდატზე, მოქმედ ბერზე გაკეთდა არჩევანი და რაც მან ჩამოთვალა, ხომ, რა თქმა უნდა, შეეძლო ვთქვათ, რომ არის რაღაც საკითხები, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს, ეს იქნება კახაკალაძის ახალი სლოგანი. მაგრამ ჩვენ ნახეთ ხომ ბოლო წლების განმავლობაში, ხომ, თუნდაც რომელი პრობლემა მოგვარდა, ხო, რომ ჩამოთვალოთ, თუნდაც გადატვირთული ქუჩები, ხო, საცობები, ხო, რომელიც პრაქტიკულად არათუ მოგვარდა, არამედ კიდევ უფრო მეტი სიცხადით გამოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. ასეთი პრობლემა არ იყო თუნდაც 2017 წელს, როგორც თუნდაც დღეს არის ეს პრობლემა. ხომ, ამ კუთხით რა გაკეთა, გარდა იმისა, რომ შეიცვალა ეს კომპანია, ერთ-ერთი კომპანია, ხომ, ის პარკინგის კომპანია, რომელიც ქვეყნიდან იქნა, ასე ვთქვათ, გასული და შესაბამისად ამ მიმართულებით პოლიტიკა არ შეცვლიდა. მწვანე გამწვანება ქალაქის, მე ვფიქრობ, პირიქით კიდევ უფრო მეტად შემცირდა. პრაქტიკულად არ დარჩა ქალაქში მწვანე სივრცეები, იმიტომ რომ პრაქტიკულად უკვე ყველგან მოხდა რეალურად ეს ბუმი, რომელიც გრძელდება მშენებლობების, ხომ, მათ შორის, რა თქმა უნდა, გენერალური გეგმის და ზოგადად იმ პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რომელიც ქალაქს აქვს და ქვეყანას გააჩნია, ხომ? ანუ ის მშენებლობები, რომელიც ეს არ არის დარეგულირებული, ხომ? ჩვენ გვახსოვს, ხომ, კი, გაკეთდა რაღაცები, მაგრამ გვახსოვს ასევე ის ტრაგიკული შემთხვევები, ხო, როგორ კეთდება, რამდენად ხარისხიანია თუნდაც ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება, ხო, რამდენად არის დაცული თუნდაც უსაფრთხოების საკითხები და ჩვენ სამწუხაროდ ტრაგედიები წლიდან წლამდე არაერთი ასეთი ტრაგედია გვახსოვს, ხომ, და სამწუხაროდ ეს არის ის ფაქტები, რომელსაც ვერ გაიქცევა მოქმედი მერი, რომ სულაც არ არის მშვიდობის ქალაქი, პირიქით ეს არის ქალაქი, სადაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს დარბევები, მოქალაქეთა დაკავებები, კრიმინალი და ესეც არის ასევე სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ქალაქის დამახასიათებელი ატრიბუტი და ესეც მე ვფიქრობ არის ის საკითხი, რომელიც ვერ მგვარდა. ხო, რომ არაფერი ვთქვათ თუნდაც ტრანსპორტზე, დაპირებებზე, რომელსაც ვისმენდით ჩვენ, ხო, მეტროს ახალ სადგურებს და შემდეგ, ძალიან ბევრი დაპირება იყო, ხო, და სამწუხაროდ ჩვენ ამ დაპირებებიდან ბევრი ვერაფერი მივიღეთ თბილისელებმა, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ უფრო და უფრო ვიწროვდება ის საჯარო სივრცეები, მოქალაქეები ელოდებიან, თუნდაც იგივე ცენტრალური პარკის გახსნა, ხო, რომელიც იყო დანაპირები წინაარჩევნების დროს და შესაბამისად მოსახლეობას შეპირდა მაშინდელი მერი და იგივე მოქმედი მმართველი პარტია, რომ უნდა ყოფილიყო ხო ცენტრალური პარკი გადასცემოდა ქალაქს. ნახეთ, რომ ამ პარკის ნაწილი, ნახევარი პრაქტიკულად უკვე გადაეცა ბიზნესმენს, რომელიც იქ აშენებს კონკრეტულად კორპუსებს და პრაქტიკულად ის მწვანე სივრცე აღარ იქნება. დანარჩენ ნაწილშიც არ დასრულდა, ხო, ის მიმდინარე სამუშაოები და დღემდე ქალაქს არ გააჩნია ასეთი სივრცეები, ხო? და პირიქით მე ვფიქრობ, რომ ქალაქს აქვს უფრო მეტი პრობლემები, ვიდრე ეს ქონდა თუნდაც 5-10 წლის წინ. აბსოლუტურად განსხვავებულად ხედავთ თბილისს, თუმცა კი ბატონო, ეს თქვენი პირადი პოზიციაა, როგორც დედაქალაქის, ისე მოქმედი მერის საქმეში. რა თქმა უნდა, მე ცხოვრობ ამ ქალაქში და ვხედავ იმ პრობლემებს. ვხედავ იმ პრობლემას, მაგალითად, ჩემს სახლის წინ, უბანში, სადაც 4-5 სართულიანი კორპუსებია, 27-28 სართულიან კორპუსებს როგორ აგებს ყოველგვარი რეგულაციების დარღვევით მმართველი პარტიის წევრი. დეპუტატი, პარლამენტის წევრი, რომელიც ახლა კვლავ აპირებს კიდევ უფრო მეტად გაზარდოს, მათ შორის იგივე კოეფიციენტების დარღვევით, მათ შორის რეგულაციების დარღვევით, ხომ? და სამგერი ორგანიზაციები აქვეყნებენ არაერთ ინფორმაციას, მათ შორის იმ საეჭვო ტენდერებზე, მათ შორის იმ ხარჯვით ნაწილზე თუ როგორ ხდება გარკვეულ საკითხებში, ხო, გადაწყვეტილების მიღება და ეს არის მე ვფიქრობ ის პრობლემები, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ამის უკან და როცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ქართული ოცნება გამოირჩევა და ცდილობს თითქოს წარმოადგინოს, თითქოს ისინი იბრძვიან კორუფციის წინააღმდეგ, მე ვერ ვხედავ, რომ იმ პრობლემების რეალური ადეკვატური ხედვა ხდება თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და ნამდვილად მიმდინარეობს ბრძოლა ამ კორუფციის წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში იქნებოდა გაცილებით სხვა შედეგი. მათ შორის მერიასთან დაკავშირებითაც. ის რასაც ხედავთ, თუ არა სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის მოჩვენებითი ილუზორიული პოლიტიკა გარკვეულ ჯგუფებს შორის, მმართველ პარტიაში არსებულ გარკვეულ ჯგუფებს შორის, მიმდინარე წინააღმდეგობა, რომ იყოს შესაბამისად რეალური ბრძოლა, მაშინ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და უნდა მოხდეს სრულფასოვნად შესწავლა იმ საკითხების. არაერთი ანგარიშია გამოცემული, ხო, ბოლო წლების განმავლობაში. მედიის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან, სადაც კონკრეტულ
კორუფციის ფაქტებზია საუბარი, დაუსაბუთებელი ქონებაზეა, ხო, სხვადასხვა ტენდერებზია საუბარი, სადაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს შეუარაღებული თვალითაც კი ყოველგვარი ოპტიკის გამოყენებით ჩანს, რომ სავარაუდო კორუფციულ ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ხო, არის ძალიან ბევრი ასეთი ინფორმაცია და ამ ფაქტებზე სამწუხაროდ რეაგირება არ მოხდა და არ ხდება. ხდება მხოლოდ საჩვენებლად რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ კონკრეტული საქმეების აღძვრა. ანუ ხედავთ, რომ აქაც უფრო პოლიტიკური მომენტია, უფრო გენელია, უფრო მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის, ვიდრე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მაშინ როდესაც იგივე პარლამენტი, ხო, რომელიც უნდა იყოს ორგანო, რომელმაც უნდა გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება. მათ შორის იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ასრულებს მთავრობა, სამთავრობო ორგანოები როგორ ასრულებენ კანონებს და ჩვენ ნახეთ რომ მაგალითად იგივე მთელი რიგი პროცედურები საერთოდ მოიშალა, ხო, როგორც არის მაგალითად ინტერპელაცია, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით კითხვების დასმა, ხო, მინისტრების გამოძახება პარლამენტში. ანუ პარლამენტი ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, რომ მოახდინოს მოქმედი მთავრობის კონტროლი რაღაც დონეზე მაინც და შემდეგ უკვე რაღაც წლების შემდეგ გვესმის რომ თქოს რაღაც გამოძიება უნდა იყოს კონკრეტულ ფაქტს. ბატონო, აი მოდით, რადგან ამ თემებს შეეხეთ, უკვე ზოგად კონტექსტშიც დავსვათ კითხვა იმ ვითარების შესახებ, რომელშიც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, მით უმეტეს რომ სატელევიზიო სეზონს ვასრულებთ, მიმდინარე სატელევიზიო სეზონს ამ კვირაში და კარგი იქნება თუ მართლაც შევაჯამებთ იმ ყველაფერს, რა სურათიც დღეს გვაქვს სახეზე. აი, ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკოსების მხრიდან მაგალითად ვისმენთ შეფასებებს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზაში იმყოფება, როცა ხელისუფლება ცდილობს კონტროლი დაამყაროს და გაიმყაროს რა ვიცი, ყველა სექტორზე იქნება ეს არასამთავრობო სექტორი, მედია ორგანიზაცია თუ პირველ რიგში ოპოზიციური სპექტრი. თქვენი აზრით როგორ უნდა შეფასდეს ის სურათი და ვითარება მოცემულობა რის წინაშეც დღეს დადგა ქვეყანა. აი იმ შეფასებას, რომელიც ვახსენე, ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ფაზა იზიარებთ და ფიქრობთ, რომ ეს სწორად ასახავს ქვეყნის შიგნით შექმნილ სიტუაციას? ეცეთ არის ნაწილობრივ კი, შეიძლება ვთქვათ, რომ ნამდვილად არის ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება, უკვე ეს პროცესი ნამდვილად არის შორს წასული, თუ კი ეს რამდენიმე წლის წინ იყო ჯერ კიდევ დასაწყის მდგომარეობაში, დღეს უკვე რეალურად უკვე ეს პროცესები ძალიან სერიოზულად არის განვითარებული. ხელისუფლება ცდილობს აბსოლუტურად მთლიანად მოახდინოს პოლიტიკური სივრცის და არამხოლოდ პოლიტიკური სივრცის, სამოქალაქო სივრცის მონოპოლიზება, რომ მხოლოდ ერთ პარტიას შეეძლოს აბსოლუტურად ყველაფრის კონტროლი და ეს პრინციპში უკვე მიღწეულია, მაგრამ რომ თქვათ, რომ ქვეყანაში არის მხოლოდ ავტორიტარიზმი, არის რაღაც დიქტატურისკენ მიდრეკილება, ხომ ეს იქნებოდა მხოლოდ ნახევარი სიმართლე. იმიტომ რომ ჩვენ თუ ასე შევაფასებთ მოვლენებს, მაშინ მხედველობის მიღმა დაგვრჩება ის რეალური პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და რეალური პროცესი არის ქვეყანაში ის, რომ ეს არ არის რაღაც დამოუკიდებელ სახელმწიფოში პარტიებს შორის მიმდინარე პროცესი, ხო, რაღაც ბრძოლა, როგორც ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა, როცა ერთი პარტია ცდილობს მაგალითად მაქსიმალურად ყველაფრის კონტროლს. ჩვენ გვაქვს უფრო სხვა რამესთან საქმე, ეს არის ერთი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში მტრული სახელმწიფოს გავლენების გაძლიერება ქვეყანაში, ოკუპანტის გაძლიერება, რუსული ინტერესების, რუსული გავლენების გაძლიერება და ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვხედავთ თუ როგორ გაიზარდა ეს გავლენები სხვადასხვა მეშვეობით. ეს გაიზარდა როგორც პოლიტიკურ სივრცეში, მედიაში, სამოქალაქო სივრცეში, გაიზარდა რა თქმა უნდა ეკონომიკაში, გაიზარდა კანონმდებლობის დონეზე. ხომ ჩვენ ბოლო წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ არაერთი კანონი იქნა მიღებული. ხო, აი ეს დინამიკას თუ გადავხედავთ, ბოლო ერთი წლის დინამიკას, დავინახავთ რას, რომ ქართული ოცნება უფრო და უფრო ამკაცრებს კანონს, ზრდის ჯარიმებს, კრძალავს გამოხატვის შესაძლებლობებს, 60-მდე პოლიტპატიმრად შეფასებული პატიმარი ყავს ქვეყანას, მათ შორის ჟურნალისტი და მზია ამაღლობელი საქმეზე ხვალ დასკვნითის ხტომა უნდა გაიმართოს და რა მოლოდინები გაქვთ ამის შესახებაც საინტერესოა რომ გაგვიზიაროთ თქვენი ხედვა, ანუ თითქოს საქართველოში დაპატიმრება, დაკავება მარტივად არის შესაძლებელი ადამიანის. აი ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი რა არის და სახეზია დემოკრატიის უკუსვა თუ ეს არის უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ დემოკრატიის უკუსვა? ეს არის რა თქმა უნდა უფრო მეტი, ეს არის პირდაპირ საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაქრობა და რუსული ძალის გაძლიერება. ეს არ არის მხოლოდ პროპაგანდაზე ხო საუბარი. საუბარი არ არის მხოლოდ რუსულ მეთოდებზე, ხომ? ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვიბრძოდით, რომ გავდარიყავით ევროკავშირის წევრი, მივისწრაფოთ ევროპისკენ. ამისთვის ვცდილობდით მათ შორის კანონმდებლობის შეცვლას, მათ შორის რომ მოხდარიყო ყველა სფეროს დაახლოება ევროკავშირთან. მოხდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, ხო ძალიან ბევრი რა
ამ მიმართულებით და რეალობაში შეიძლება ითქვას, რომ ბევრ რამეში დაუახლოვდით კიდეც, ხომ? დღეს არის სრულიად საპირისპირო პროცესი. დღეს ხელისუფლება ცდილობს საქართველოს იზოლაციას დასავლეთისგან, ცდილობს რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი რუსეთზე. ეს მოითხოვს შესაბამის კანონების მიღებას. ამიტომ იყო აგენტების სახით კანონი მიღებული, ამიტომ იყო ფარა მიღებული, ხო? ამიტომ იყო მიღებული LGBT ანტი-LGBT კანონი, ხო? ამიტომ იყო მიღებული თუნდაც შეკრების, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული არაერთი კანონი, მედიის წინააღმდეგ მიღებული სხვადასხვა დრაკონული კანონები, ხო? ცილისწამების შესახებ, ანუ ნახეთ რომ გრანტების სახით კანონი, როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია დამოუკიდებლად, მთავრობისგან დამოუკიდებლად რაიმე დამოუკიდებელი რესურსის არსებობა ქვეყანაში, ხომ? და ჩვენ ყავს უკვე პოლიტპატიმრები. ანუ ნახეთ რომ ხელისუფლებამ დაიწყო პრაქტიკულად ყველა იმ დამოუკიდებელი აქტორის, დამოუკიდებელი ძალის განეიტრალება, რომელიც რუსეთს ხელს უშლის იმაში, რომ იყოს სრულიად გაბატონებული ქვეყანაში. ანუ ჩვენ კარგავთ რეალურად დამოუკიდებლობას. ეს არ არის მხოლოდ ის ზომები, რომელზეც ახლა საუბრობთ, ის ნაბიჯები, რომელსაც ქართული ოცნება დგამს თითოეულ ჩვენგანზე მოქალაქეებს. აი როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ რამდენად შეძლებს ქართული ოცნება იმის მიღწევას, რომ ადამიანებმა მისი პოლიტიკის მიმართ პროტესტი აღარ გამოთქვან, მისი პოლიტიკა აღარ გააპროტესტონ. რა არის რუსეთი ასეთ პოლიტიკას ბევრგან ახორციელებდა, დღეს ფაქტობრივად ყველაფერი ხდება კოპირებული რუსეთიდან, რაც გამოიყენა რუსეთმა იგივე ბელარუსში, ხომ? რუსეთში პრაქტიკულად იგივე მეთოდებით გამოყენება ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მან შეცდომა დაუშვა, იმიტომ რომ ხედავთ რომ ისინი ვერ აღწევენ მიზანს, ხომ? ჩვენ ვახსენებთ რომ 60 მეტი ადამიანი არის პოლიტპატიმარი, მათ შორის არის ჟურნალისტი, ხო? და იმედი მაქვს რომ ხვალ მაინც მოხდება რეალურად სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა და შესაბამისად ჟურნალისტი განთავისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ვახეთ პროცესები, სადაც არანაირი რეალური მტკიცებულებები არ არსებობდა მსგავსი ბრალდებისთვის, ხომ? ჩვენ ვახეთ ასევე სხვა პროცესები. მაგალითად დღეს იყო პროცესი, სადაც მოსამართლე ამბობს, რომ ჩვენ არ ვართ ევროსასამართლო, ჩვენ არ ვართ სტრასბურგი, როცა იყო შეხსენება იმაზე ადვოკატის მხრიდან, რომ რაღაც შუამდგომლობის დაყენების დროს მან მოიყვანა პრეცედენტი ევროსასამართლოს პრაქტიკიდან. ხო და ასეთი პასუხი მიიღო, რომ ჩვენ არ ვართ სტრასბურგი და ეს არ არის სტრასბურგი, ხომ? ანუ გასაგებია საერთოდ ვიდეოთ. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება ზოგადად მთლიანად ქვეყანაზე ყველას აქტიურობაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში და ცოტა ხნის წინ საუბრობდი ერთ-ერთ ბელარუს უფლებადამცველთან, რომელმაც სხვათა შორის და უზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციას ქვეყანაში ჩვენს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიტპატიმრებზე. და შევეხეთ, როცა ამ თემას შევეხეთ, ხო ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ იქაც სწორედ ამ პრინციპით ხდებოდა დაკავება პატიმრების. იმისთვის რომ უფრო სუსხავი ეფექტი ჰქონოდა დაკავებას, ამიტომაც არის, რომ დღეს მაგალითად ჩვენ 60-65 ადამიანი ყავს დაკავებული, მათ შორის არიან პატიმრები, ხო? იგივე პოლიტიკოსები, მათ შორის არის ჟურნალისტი, არიან სამოქალაქო აქტივისტები, არის ჟურნალისტი, არის კომიკოსი, ხო, არის მწერალი, არის მასწავლებელი, არის ბიზნესმენი, არის სტუდენტი, ანუ არის ტაქსის მძღოლი, ანუ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები, ანუ ის ადამიანები, რომელთაც თავიანთი კოლეგები, პროფესიის წარმომადგენლები ძალიან კარგად იცნობენ, პატივს სცემენ და რეალურად მიმდინარეობს სწორედ ასეთი ტკივნეული. შეიძლება ითქვას, რომ დარტყმა სხვადასხვა ჯგუფებზე, რომ ყველას ჰქონდეს პრეცედენტი, რომ შენს თუ გადადგავს გავს ნაბიჯს, თუ კი არ დაიმორჩილები ხელისუფლებას, შესაძლოა შენ იყოს შემდეგი. ანუ ეს არის სუსხავი ეფექტი, რის გამოყენებასაც ცდილობს, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს. ბატონო, აი დაკავებულ ასე ვთქვათ პირებზე ჩაგეკითხები, თვითონ ეს ადამიანები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათგან ითხოვენ ბოდიშის მოხდას, რის შემდეგაც შესაძლოა გაათავისუფლონ. აი როგორ ფიქრობთ, რაში ჭირდება ხელისუფლებას, წინასწარმარსაც დაუსვი ეს კითხვა, რაში ჭირდება ხელისუფლებას ამ ადამიანების მხრიდან ბოდიშის მოხდა და რა მოხდება იმ შემთხვევაში მართლა აი ამ ბიჭებმა რომ ბოდიში მოიხადონ. აი ხშირად გვესმის შეფასებები, რომ ქართული ოცნებისთვის ყველა ის ადამიანი, რომელთა საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, რომელთაც პოლიტპატიმრებს უწოდებენ, არის მძიმე ტვირთი და აი თითქოს ხედავენ ნიშნებს, რომ ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ამ ტვირთის ჩამოცილებას. აი თქვენ თუ ხედავთ თქვენ თუ გაქვთ ესე ვთქვათ ამ მოლოდინის საფუძველი, რომ შესაძლოა რაღაც ახალი გადაწყვეტილებები მივიღოთ ამ ადამიანებთან. საერთოდ ირაკლი კობახიძემ აღიარა კიდეც, რომ ისინი იყვნენ დაკავებული პრევენციის მიზნით, ხომ? ანუ არა მარცხაჯულების მიზნების, არა დანაშაულისთვის, არამედ პრევენციისთვის და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არიან სწორედ მძევლები, არიან უკანონო პატიმრები იმისთვის, რომ საზოგადოებამ აღარ გააგრძელოს პროტესტი, რომ პრაქტიკულად
ხელისუფლება მიხვდა, რომ მათ მორალურად, არაფოლოდ სამართლებრივად, მორალურად წააგეს ეს ბრძოლა, რომ ქვეყანა ვერ გამოიყვანეს კრიზისიდან, მით უმეტეს არის წნეხი, რომელიც კვლავ გრძელდება, 200-ზე მეტი ადამიანი არის სანქცირებული საქართველოში და ეს არ არის პატარა ციფრი, მით უმეტეს როცა გრძელდება კიდევ უფრო ეს პროცესი და დღემდე ვერ მოიგო ხელისუფლებამ რეალურად ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა. პირიქით, საზოგადოება კვლავ აგრძელებს პროტესტს, ანუ ეს კრიზისი კვლავ სახეზეა, ხომ? ამიტომაც ხელისუფლებას ჭირდება რომ მორალურად გატეხოს ადამიანები. ანუ ხელისუფლება ყოველთვის იბრძვის იმისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში ავტორიტეტი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი გაყვება მხარს დაუჭერს. სწორედ ამიტომაც ის ძალიან შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებითაც ახორციელებდა იგივე ოპოზიციური სპექტრის დახსაქსვას, ერთმანეთზე გადაკიდებას და ეს პოლიტიკა საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა წლების განმავლობაში. სწორედ ამიტომაც შეძლო მან ამდენი წლების განმავლობაში ძალაუფლების შენარჩუნება, ხომ? რომ მან არამხოლოდ იმიტომ რომ შეცვალა თავისი გუნდი არაერთხელ და პრაქტიკულად რაღაცა იცვალა ფერი, არამედ იმიტომაც რომ მან შეძლო საზოგადოებისთვის ყველა ასეთი ავტორიტეტული პირის, ხო, ყველა ესეთი პოტენციური ლიდერის რეალურად განადგურება და ამას აგრძელებს რომ ამ თუნდაც ამ დაკავებული პოლიტიკურებიდან არ გახდეს რომელიმე ლიდერი. სწორედ ამიტომ მას აწყობს ბოდიში მათი მორალური განადგურება და აღიარება იმის რომ ამით ერთგვარად დასავლეთთანაც ცდილობს თავარი პრობლემა მოაგვაროს. ეს არის ლეგიტიმაციის საკითხი, რომელიც მათ დღემდე აწუხებთ, დღემდე ისინი გრძნობენ, რომ არ არიან ლეგიტიმური და ამიტომაც მათ სურთ ამ არჩევნების შემდგომ მაინც, მათ შორის გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები, მათ შორის პოლიტიკურების განთავისუფლებით, მათ ეს ბალანსი შეცვალონ და რაღაცნაირად ლეგიტიმაციის პრობლემის მოგვარებისკენ გადადგან ნაბიჯი. აი კიდევ ერთი რაზეც აი გულწრფელად მაინტერესებს თქვენი პასუხი არის შემდეგი კითხვა. თქვენ ქართული ოცნების მხარდაჭერით არჩეული პირველი სახალხო დამცველი იყავით. აი თქვენი დაკვირვებით, როდის შეიცვალა ქართული ოცნების ბუნება და მისი დამოკიდებულება აი ამ დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის ძირითადი უფლებების მიმართ? მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე იყო შეცვლილი, თავიდან არ ჩანდა, მაგრამ ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ხელისუფლებას ნამდვილად არ სურდა ის, რასაც პირდებოდა ამომრჩეველს 2012 წელს. ეცეთ არის მან გადადგა რაღაც ნაბიჯები თავიდან, მაგრამ პირველ ეტაპზე ცოტა რთული იყო ამ ყველაფრის გარკვევა თუ რა იყო ამის უკან, ხომ? ცოტა ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ ფაზლის პრინციპით მოქმედებდა, თუმცა საბოლოო ჯამში დადგინდა ყველაფერი. 2016 წელს მაგალითად უკვე საბოლოოდ მივხვდით, რომ ხელისუფლება ცდილობდა მონოპოლიზაციას, პრაქტიკულად ამ კონსოლიდაციას ძალაუფლების, როდესაც ის საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა, თუ კი მანამდე იყო ხო გარკვეული ნაბიჯები. მათ შორის ხო გადაიდგა ევრო ინტეგრაციის კუთხით, ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით, რაღაც საკითხებში ისინი მოდიოდნენ რეფორმებზე, მაგრამ თავიდანვე მაგალითად მე მქონდა შეგრძნება, რომ სახალხო დამცველი იგივე ჩვენი რეკომენდაციები იყო მიუღებელი ბევრ შემთხვევაში, ისინი რომ თამაშობდნენ, ცდილობდნენ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით რაღაცნაირად უფრო თავიეჩვენებინათ როგორც უფრო დემოკრატიული ძალა, რომელიც იცავდა ადამიანის უფლებებს. ანუ ეს მორალური უპირატესობა მათ თავიდან ჰქონდათ, რომ თუ კი ადრე ხდებოდა მიტინგების დარბევა, ხდებოდა ადამიანთა წამება, ჩვენ დროს ასეთი რამ აღარ ხდება. ამ თავიდან ჰქონდათ ეს განწყობები, მაგრამ მე თავიდანვე მქონდა რაღაც განწყობა, რაღაც განცდა, რომ ვიყავი უცხო სხეული, რომ ყოველთვის მათ არ სურდათ, არ აინტერესებდათ ბოლომდე სიტუაციის ზოგადად შეცვლა, იმიტომ რომ იყო მთელი რიგი ინიციატივები, რომელიც მათ დაბლოკეს, ხომ? მათ შორის ის, რომ თუნდაც იგივე დაუსჯელობის სინდრომი აღმოფრილიყო. ხო, მაგალითად იგივე სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც შეიქმნა, ხო, ცალკე ორგანო, რომელსაც უნდა გამოეძიებინა წამების, არასათანადო მოპყრობის ფაქტები და პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, ძალიან გვიან, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამოყალიბდა. თუმცა რა მოხდა, ხო, რამდენიმე კვირის წინ ეს სამსახური საერთოდ გააუქმა პარლამენტმა, ხომ? და ეს არ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა. ხედავთ, რომ ასეთი არაერთი შემთხვევა არის, როდესაც ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაწყებული რეფორმები არ მიიყვანა და მაინც მე ვფიქრობ, რომ თავარი არის ის, რომ რუსული გავლენები ყოველთვის იყო ძლიერი ქართული ოცნების შემადგენლობაში, მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რაიმე წინააღმდეგობა გაეწიათ, აბსოლუტურად ყველა ის ძალა მოიცილეს, ვისაც განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში ეს პარტია ჩამოყალიბდა როგორც პრორუსული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანა უკვე მიყავს
რუსულ ორბიტაზე და ჩვენ პრაქტიკულად ამის შედეგებს ვივკითხეთ. გასაგებია, ბატონო, მხოლოდ ოპოზიცია ქართულ ოცნებაზე რომ არ ვისაუბროთ, რამდენიმე წუთი ოპოზიციასაც დავუთმოთ, აი ფაქტია ისიც, რომ ვერ ხედავთ ოპოზიციასთან საზოგადოების თანხმედრას, არ ვიცი, თითქოს არის უნდობლობა პოლიტიკოსების და მათ შორის იმ სახეების მიმართ, რომლებიც წლებია ჩანან ტელეეკრანებზე. აი თქვენი აზრით რა იწვევს ამას? აი რატომ არ მიიჩნევს ოპოზიციური საზოგადოება ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი ინტერესების წარმომადგენლად, გამომხატველად და რა უშლის ხელს იმ პრობლემის გადაჭრას და მოგვარებას, რასაც ქვია უკავშირი ოპოზიციასა და ხალხს შორის. ცნაირად ჩვენ ნახეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება უფრო მეტად განვითარდა, ძალიან ბევრ პრეცედენტს ჰქონდა ადგილი, ხომ? უამრავი იყო საკმაოდ დიდი. შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ნახეთ, ხო ჩვენ პროცესები, როდესაც კონსოლიდაცია მოხდა საზოგადოების. გვახსოვს 100,000-იანი მიტინგები და ეს არ იყო ოპოზიციის დამსახურება, ხო? მათ შორის რა თქმა უნდა, მათი მოხრევიც იყვნენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ საზოგადოება და საზოგადოებრივი მოძრაობა უფრო მეტად შეძლეს გადაელახათ ის ურთიერთრაღაც უნდობლობა, ის ქიშპი, რომელიც ყოველთვის არსებობდა და პარტიებს მე ვფიქრობ, აქვთ მთავარი პრობლემა ის, რომ არის საუბრობთ თქვათ მათი წარსულიც, რომ ისინი არ აღიარებენ გარკვეულ შემთხვევაში იმ დარღვევებს, იმ უარყოფით მხარეებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ნაკლებად საუბრობენ ამაზე და უფრო მეტად ისინი რეალურად რეაგირებას ახდენენ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ქართულ ოცნებას თავაზობს და თვითონ არ არიან და ვერ გახდნენ ის წარმართველი ძალა, როდესაც თვითონ სთავაზობენ საზოგადოებას ახალ პოლიტიკას და რასაც ვხედავ იგივე თუნდაც იგივე გასული წლის ან წინა წლების არჩევნებთან დაკავშირებით, მაგალითად ძალიან ნათლად ჩანს, რომ რეგიონებში განსაკუთრებით ოპოზიციას ჰქონდა საკმაოდ სერიოზული პრობლემები. იმის ნაცვლად, რომ მათ რაღაცნაირად აეწყოთ, უფრო მეტად ყოფილიყვნენ ახლოს ხალხთან, ხო, მათი საჭიროებები უფრო კარგად შეესწავლათ. მე ვხედავ, რომ ეს ნაკლებად მოხდა და იგივე იმ კულტურის, პოლიტიკური კულტურის შეცვლა ვერ შეძლეს, რომელშიც საზოგადოება უკვე წლებია არსებობს. და კიდევ ერთი წეგან ბევრი ვისაუბრე რუსულ გავლენებზე, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა შევეხო, ხომ? და მე ხშირად საუბრობ ამ პროცესზე, ქვეყანაში არ დაწყებულა ლუსტრაციის პროცესი, ხო? თუკი ბალტიის ქვეყნები, თუკი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები განვითარდნენ, იმიტომ რომ იქ ყველაფერს დაარქვეს თავისი სახელი, საკუთარი წარსული გადააფასეს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ რუსეთის საბჭოთა გავლენის თუ სხვადასხვა აგენტები, ხო, მათ გარკვეულწილად რაღაც დაუწესეს გარკვეული წესები, რომ ის მათი გავლენები შემცირებულიყო როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე ეკონომიკურ ცხოვრებაში, კულტურულ ცხოვრებაში, რომ მათ პროცესებზე არ ქონოდათ გავლენა, ხო? და ხელი შეუწყეს რაღაც ახალი თაობის, ახალი ძალების გამოჩენა, საზოგადოების აქტიურობას, რომ მოსულიყვნენ ახალი ხალხი, რომელთაც შეეძლოთ და მათ შორის პოლიტიკური სივრცე აითვისებინათ. ეს არ მოხდა ჩვენთან. ჩვენთან პრაქტიკულად ეს ძალები დღემდე არიან ხელისუფლებაში, ხან ოპოზიციაში, ხან ხელისუფლებაში, ხან ორივეგან და ეს ძალები არ არიან განეტრიალებულები. დღეს კი მესმის რომ გვიანია, მაგრამ ჯობს გვიან მოხდეს ამაზე საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ თავის დროზე არ დავიწყეთ ეს პროცესები, დღეს ჩვენ ვიმკით ამის შედეგებს. სწორედ ამის ბრალია ის, რომ იგივე სამართლებრივი ორგანოები არიან პოლიტიზირებული დღემდე. ხან ერთი პარტიის ეს საინტერესოა. აი კონკრეტულად რომელი ძალები ყავთ ხედავობაში? რა არის აქ საუბარი არის აბსოლუტურად იმ ადამიანებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში იყვნენ კომუნისტური პარტიის ლიდერები, ან პოლიტიკურად, ან ეკონომიკურად, ან დღეს აქვთ გარკვეული გავლენები და ან შემდგომ პერიოდში, თუნდაც დღეს ის ადამიანები, ის პირები, რომელთაც აქვთ ახლო კავშირი რუსეთთან, მათი ინტერესების განხორციელებაში, მათ შორის ეკონომიკური ინტერესების განხორციელებაში არიან, ხო, ეჭვმიტანილი ასეთი არაერთი არის, მათ შორის ბიზნესშიც და ამიტომაც არის აუცილებელი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. იქ სადაც მოხდა ამ ინფორმაციის გამოქვეყნება, ხო, შესწავლა, იქ პროცესები წარიმართა უკვე სხვა გზით და ჩვენთან ეს არ მოხდა არაფერი, ამიტომაც რეფორმებს არ მისცემია გასაქანი, იმიტომ რომ თუ არ მოხდება თუნდაც სამართლებრივი ორგანოების დეპოლიტიზირება, შემდეგ ვერ მოხდება ვერც სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება. ვერც ბიზნესი მოხდება, ვერც ბიზნესი იქნება დამოუკიდებელი, განათლების სისტემაც არ შეიცვლება და ჩვენ კვლავ ერთ წრეზე ვიტრიალებთ და ჩვენ ეს ჯაჭვი სამწუხაროდ ვერ გავარღვიეთ და დღეს კვლავ იქ ვართ. ბატონო ჩა, რამდენიმე წუთში რეკლამაზე უნდა გავიდეთ და ბოლო რამდენიმე წუთი მინდა რომ ადგილობრივი არჩევნების საკითხსაც დავუთოთ, ყოველთვის საინტერესოა არასამთავრობო სექტორის პოზიცია არჩევნებთან მიმართებაში, მით უფრო რომ როგორც წესი, არაერთი ორგანიზაცია აკვირდებით ხოლმე საარჩევნო
საარჩევნო პროცესი. აი რა იქნება ახლა ეს რომ გითხრათ, აი თქვენი ორგანიზაციის პოზიცია კონკრეტულად ხო გაუწევთ თუ არა მონიტორინგს საარჩევნო პროცესს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ და უშუალოდ ამ არჩევნებს რაც შეეხება, ხა იცით რომ ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტის გზა აირჩია, ლელო და გახარია ემზადებიან არჩევნებში მონაწილეობისთვის. ბოიკოტი თუ ქართულ ოცნებასთან საერთო კანდიდატებით დაპირისპირება, რომელი იქნებოდა უფრო სწორი და შედეგიანი თვითონ აი ხელისუფლებასთან ბრძოლის პროცესში. ეს ალბათ უფრო პოლიტიკოსების განსაცდელია, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ სამოქალაქო ორგანიზაციები გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას იმისთვის, რომ მოხდეს ყველა იმ დარღვევის დოკუმენტირება, რომელსაც წინა საარჩევნო პერიოდში თუ არჩევნების დღეს ეკრება ადგილი ჩვენ ვაკვირდებით აბსოლუტურად ყველა პროცესს მონიტორინგს მანამდე სანამ ამის შესაძლებლობა კვლავ გაგვაჩნია, ხო? თუმცა ქვეყანა სადაც პრაქტიკულად მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, მიმდინარეობს დამოუკიდებელი მედიის განადგურება, ხო, დაკავება და რეპრესიები გრძელდება, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე საუბარი უკვე ზედმეტია. რომ არაფერი თქვა იმაზე, იმ ცვლილებებზე, ხო, რომელზეც წელსაუბრობთ, ხო, ძალიან ბევრი კანონი შეიცვალა, ხო, და არა მხოლოდ ეს კანონები, რომელიც ვახსენე, ხო, თუმცა იგივე საარჩევნო პროცესში მონაწილე ორგანიზაციებს უფრო ნაკლები უფლებები გვაქვს, ვიდრე ეს ქონდა დავუშვათ გასულ წელს ოქტომბერში. ანუ რეალურად ჩვენ ხელისუფლება დამკვირვებლებსაც გვართმევს შესაძლებლობას რეალურად სრულფასოვნად დავაკვირდეთ პროცესებს და ესეც ალბათ არის ვფიქრობ ერთგვარი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან რომ მას არ სჭირდება არავინ ვინც დააკვირდება ვინც გამოანებს დარღვევებს იმიტომ რომ მას უკვე არჩევნები ჩატარებული აქვს და მას სურს არჩევნების დღეს უბრალოდ გააფორმოს ეს არჩევნები ამის ნიშნები უკვე ნამდვილად ჩანს თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით რომ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის რომ ამ პროცესში ვნახოთ ის რამდენად იქნება მინიმალურ დონეზე მაინც დაცული რაიმე პრინციპები, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტპატიმრები იქნებიან განთავისუფლებული, მედია განთავისუფლებული წნეხისგან, იქნება შეზღუდვები მოხსნილი, რომელიც ეხება შეკრების გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო სივრცეს და ასე შემდეგ და ეს ყველა ეს სფეროები იქნება განთავისუფლებული. მადლობა ბატონო სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით უჩან ნანოშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვერდით. რეკლამის შემდეგ თავისუფალი სტუდია პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას. ეს დღევანდელი გაცემის დასკვნითი ნაწილია და ვინაიდან სატელევიზიო სეზონს ვასრულებთ და სექტემბრამდე აღარ გვექნება თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა, ამიტომ შევაჯამებთ იმ რთულ გზას, რომელიც ქვეყანამ ოქტომბრის საბანკო არჩევნების შემდეგ გამოიარა. პოლიტოლოგი პაატა ზაქარიაშვილი მოისმენს ახლა ჩვენს კითხვებს, შესაბამისად, სწორედ ის დაარქვევს სახელს დღევანდელ ვითარებას. გამარჯობა ბატონ პაატა და მადლობა რომ შემოგვიერთდით. ბატონ პაატა, დღეს აი როგორც უკვე აღნიშნე, ჩემი გადაცემა ასრულებს სატელევიზიო სეზონს, სექტემბრამდე დავემშვიდობებით მაყურებლებს, ამიტომ მოდით შევაჯამოთ გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე გავლილი პერიოდი და კიდევ ერთხელ დავარქვათ სახელი მოკლედ იმ სურათს, რაც ქვეყანაში ამ ბოლო 10 თვის თუ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მივიღეთ, მინდა რომ ვისაუბროთ ქართულ ოცნებაზე, ოპოზიციაზე, ხალხზე, პროტესტზე, რომელმაც ამდენ თვეს გაუძლო, თუმცა პირველი კითხვა მაინც ზოგად კონტექსტში დავსვათ, აი სად ვიყავით ჯერ კიდევ ოქტომბრის საბანკო არჩევნების წინა პერიოდში და სად აღმოჩნდით უკვე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ანუ აი საიდან სად წაგვეყვანა ჩვენმა ხელისუფლებამ თუ ბედმა არ ვიცი რომელს უნდა დავაბრალოთ. არა, ბედის არჯერა, ყველაფერი ხადემენის ხელშია, ადამიანი თვითონ წყვილ თავის ბედს თუ დავარქვით ამას და არავით არის სხვა ძალები ამაზე ზემოქმედებას ვერ ახდენენ. ისაც გვჭირს ჩვენ ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდე ვართ ჩამოუყალიბებელი, ჯერ კიდე ბოლომდე არა გვაქვს გათვითცნობიერებული თუ რა გამოწვევებია საქართველოს წინაშე, კავკასიის წინაშე, რეგიონის წინაშე და საქართველოს მოქალაქეებს ამ ხელა პასუხისმგებლობა აქვს. ჯერ კიდე ამ სახელმწიფოში სახელმწიფოს ბედს ყვეთ ამორჩეველი. ჯერ კიდე. თუმცა აი მივექანებით ნამდვილად ავტორიტარიზმისაკენ შეიძლება ისეთ შედეგებამდე გავიდეთ, რომ უკვე აღარც არჩევნები არ იყოს ქვეყანაში და საერთოდ ძალიან ბევრი სახელმწიფოები ვიცით ჩვენ, აი ბელორუსია მაგალითად, სადაც რუსეთი ფილტრი არის, მაგალითად ყველა ვერ ხვდება, ძალიან უნდა ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობა, პარტიებს, მაგრამ ვერ ხვდებიან, ვერ მონაწილეობენ არჩევნებში. საქართველოს ჯერ კიდე არის
ამის შესრულება, ანუ ავტორიტარიზმი მოძრაობაშია, ჩვენ არ ჩავსულოთ ბოლო გაჩერებაზე, ხო? როცა მიდიოთ სხვა ქალაქში, ქუთაისში მაგალითად, ვიდი არ ჩავალთ ადგილზე, მანამდე არ სრულდება ჩვენი მოგზაურობა. ასევეა საქართველოს დღეს მოძრაობს ავტორიტარიზმისაკენ, თუმცა ჯერ კიდევ გარკვეული მნიშვნელოვანი მანძილია გასტარებელი და ჩვენ ერთპარტიული მმართველობისკენ მივდივართ. ეს ჩანდა საპარლამენტო არჩევნების წინ, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ ეფექტურად იმუშავა, ვიტყოდი 46% აიღო, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ქართულოცნებამ მიიწერა ხმები, გააყალბა არჩევნები, დადასტურდა სასამართლოს დონეზეც კი, როცა ვერ დაიცვა საარჩევნო სისტემამ, ქვია, ფარულობის ერთ-ერთი წამყვანი ძირითადი საფუძველი და ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში მონაწილეობაზე, პარლამენტი დარჩა პარლამენტში დარჩა მხოლოდ ერთი პარტია, ქართული ოცნება, რომელსაც შეიძლება სულ არ მოსწონდა ეუხერხულება და ქვია დისკომფორტია, მაგრამ მაინც განაგრძობს საქმიანობას, ანუ მას ადასტურებს ყველა დონეზე, რომ მისთვის ასეთი ღონისძიებები არ არის დამანგრეველი. ეს განაგრძობს ნებისმიერი ფორმით იყოს ძალოფლება ფლობდეს. იქნებ რეალურად კარგად გრძნობს თავს თუნდაც მარტო პარლამენტში. არ მაინც ის რომ ის ფაქტი რომ ვიღაცა თავის ძოზე გახსოვდა ჟურნალისტი შეხვდა ერთი და ეს ჩვენ ხომ აღიარებ კობახიდოვროვ იმდენად გაჭირებული იყო აღიარებაზე რომ ჟურნალისტთა ლაპარაკის კი აღიარებად მიიღო. ნებისმიერი შემთხვევითი მოხვედრა საქართველოში მოხვდებოდა რომელიმე ქვია დეპუტატი ევროპული პარლამენტის და შემთხვევით შეხვდებოდა კობახიძეს აღიარებად ითქვა. ანუ აშკარად ებღაუჭებიან მუდმივად. სადაც ჩავიდოდა რომელიმე ღონისძიებაზე, კონფერენციაზე ევროპაში და რაღაც აფრიკული სახელმწიფოს რაღაცა მინისტრის მეოთხე მოადგილე შეხვდებოდა და ამას ებღაუჭებოდნენ. აი იმ ფორმებში ჩანს აშკარად რომ მათ რა თქმა უნდა ურჩევნიათ ესეთი აღიარებები იყოს, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. ეს სამკაულია. ანუ ადამიანის თავარი ატრიბუტი არის ტანსაცმელი, ხო? სიშიშვილი დაფარო და როცა კარგად აცვია, შევნია კიდე სამკაულებიც მიიღოს და ამით უფრო კარგად წარმოდგეს. მათთვის თავარი ეს მომენტია. ეხლა ისინი ემზადებიან საარჩევნოდ არჩევნებისას და საბოლოოდ გაიფორმონ თქო ასე ძალაუფლება და შემდეგ უკვე 3 წელი ექნებათ აი სწორედ ავტორიტარიზმის დადგენის ზუსტად ამ კონტექსტში მინდოდა მეკითხა რა გავიგეთ ქართული ოცნების შესახებ ახალი აი ბოლო 10 თვის თუ 1 წლის განმავლობაში რაც მანამდე არ ვიცოდით. სწორედ ბოლო წლის მოვლენების გათვალისწინებით, როცა ნახეთ დემონსტრაციების ძალადობრივი გზებით დარბევა, როცა სასტიკად ცემეს აქციის მონაწილეები, როცა მართლმსაჯულება არ ტოვებს სამართლიანობის განცდას, როცა ძალოვანი სტრუქტურები რაღაცა პოლიტიზირებულად გამოიყურებიან, როცა არსებობს ბევრი როცა მათ შორის მიიღეს კანონები, რომლებიც რეპრესიულად ფასდება, მოხშირდა ტოლობის ნიშნის დასმა საქართველოს წინა ხელისუფლებასა და მოქმედ ხელისუფლებას შორის, ანუ მოხშირდა შეფასებები, რომ აი ნაციონალური მოძრაობისგან არაფრით განსხვავდება ქართული ოცნება. რამდენად იზიარებთ შეფასებას, რომ წაიშალა ზღვარი, რითაც ამ დრომდე ქართული ოცნება რაღაცით უკეთესი იყო ნაციონალურ მოძრაობაში. სასამართლო ხო პირდაპირ გადმოიფორმეს ამ მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლო. ეს ნახე უკვე განათლების მინისტრიც კი გენპროკურორის მოადგილე ყოფილი დაინიშნა. ყველა მიმართულებებით მე ჯერ კიდე როდის როცა წამოვედი წიგნი დავწერე და იქ ვამბობდი რომ მინისტრა რო გავხდი გარშემო სულ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ და ისე კი ჯეჯილი იყო ჯერ კიდე ამოდიოდნენ და უკვე დღესდღეობით უკვე ამ ხალხმა რომელიც ჯერ კიდე დაფანტულები იყვნენ ჩემ 16 წლისთვის როცა არ ჩანდნენ და იმალებოდნენ უკვე თავი წამოყვეს და უკვე წელში გამართული ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან თუმცა მაშინ ჯერ კიდე უყურებდა მას ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება ეჭვით რამდენად ღირდა ამ ხალხთან თანამშრომლობა და პირდაპირ ჩართოს თავის საქმიანობაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ოცნებაში და ადგილებზე, აპარატში, ადმინისტრაციებში 40% დარწმუნებული ვარ, ჩემი მოსაზრება არის ნაციონალური მოძრაობიდან. ის კი არა და ხალხი როცა რაიონებში დავდივოდა, ჩვენ ყოველს გვაქვს ჩვენი რაიონები, სადაც ჩვენ რაღაც გვაქვს ჩვენ ოჯახებს, ის ხალხი ვინც იბრძოდა ქართულ ოცნების გვერდში 12 წელს არჩევნებზე, მეც ვიყრიდი კენის მაგალითად წყალტუბოში უმრავლესობა დაუსახლებელია და
გამწერებულები არიან, იმიტომ შეიძლება მე არ ვარ ღირსი და არ დამისახურებია საკრებულოში ვიმუშაო თუ სავდე, მაგრამ ის ხალხი მუშაობს, ვინც რასწავლების დროს მუშაობდა. ანუ ეს განცდა არის ყველა დონეზე. ანუ აშკარად ჩანს, რომ ქართულ ოცნებამ მაქსიმალურად დაითვისა ის მმართველობის მეთოდები, რაც ნაცნობ მოძრაობამ ის ეფექტურად თქვათ ასე დააკონტროლა. შევრანძეცდოს ყველაფერი მიშვებული იყო, კორუფცია იყო და არის მმართველობის სისტემა ავტოკრატიულიც კი არ ყოფილა, იმდენად მოფამფალებული იყო ყველაფერი და უკვე ნაცნობ მოძრაობამ ეს გამართა მმართველობის სისტემა, ავტორიტარიზმის მმართველები და ქართულ ოცნებამ ეს განავითარა, ჩვენ ხედავთ უკვე მინისტრების დონეზე, მინისტრების მოადგილეების დონეზე უკვე ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ხდება მათი დანიშვნა, იგივე პარლამენტის წევრები და ასე შემდეგ. ანუ ეს გრძელდება და გაგრძელება ერთადერთი რაც ჯერ განასხვავებს, ამიტომაც მე მგონი რომ შეწყვიტეს სასტიკი დარბევები, რომ მაინც შეიძლება და მართლა ისეთი საშინელი ფორმები მიიღო დარბევებმა, ჩვენ ყველა ვნახეთ კადრებში, როგორ შეიძლება ადამიანი მოკლულიყო, მოკვდარიყო, აი 20 სახეში ფეხს უტყავენ მაგალითად, არის ერთ ახალგაზრდა არის და სხვა ამრავი სხვა ფაქტებიც იყო ესეთი, მე მგონი რომ თვითონ შეეშინდათ, თორე ეს არის ბოლო ზღვარი, ერთადერთი, რასაც არაკეთებენ განსხვავებით ნაცნობ მოძრაობისაგან, ეს არ ხდება ქუჩაში პოლიციის, ანუ სახელმწიფოს მიერ არ ხდება ადამიანების მოკულა მიზანმიმართულად. თუმცა ჩვენ ვიცით რომ მათ საქმიანობის გამო ადამიანები კვდები არის პატიმრების მშობელი გარდაიცვალა ერთი და ორი აშკარად ეს მათი ქმედება რო არ ყოფილიყო და რო ყოლოდა პოლიტპატიმრები მათი მშობლები დარწმუნებული ვარ ცოცხალი იქნებოდა ვინც ამ ბოლო ხანში გარდაიცვალა ანუ მეორადი სხერპლი პოლიტიკას მოაქვს სამწუხაროდ და საუბედუროდ ანუ როცა პირდაპირ მიზანმიმართული აბკოლობა არ არის მაგრამ სახელმწიფოს მიერ ასეთი უსამართლო ასეთი ამორალური ფორმით ადამიანებს დაპატიმრება იწვევს უკვე ოჯახებში ტრაგედიას. ბატონო, საგარეო პოლიტიკის კონტექსტში დავსვათ ერთი კითხვა. ბოლო ერთი წელია ქართული ოცნების მისამართით გამოყენებადი ყველაზე აქტუალური და აქტიური ეპითეტია რუსული ხელისუფლება. თქვენს ლექსიკონში რა ადგილი უჭირავს ამ ეპითეტს და რამდენად იზიარებთ პოზიციას, რომ იმ ფონზე, როდესაც შორდებით დასავლეთს მივდივართ რუსეთისკენ. თუ კი ასე ფიქრობთ, აი ქართული ოცნება ითხოვს დასახელდეს მტკიცებულებები, რაში გამოიხატება, რომ ქართული ოცნება არის რუსული ხელისუფლება. აი თქვენ ასეთი მტკიცებულებების სახით რისი დასახელებაში მე იშვიათად გამოვიყენებ ამ ტერმინს, ჩემთვის საერთოდ პროგრამა თემა არის, მაგალითად ეს არის ჩვენ რაღაც კომპლექსი არის არასრულყოფილების თუ რაღაც უპასუხისმგებლობის, როცა არ გვჯერა რომ ქართული ბოროტება შეიძლება ბუნებაში არსებობდეს. და უცბად თუ ქართულები ბოროტები არიან, ისინი ქართულები არ არიან. ისინი არიან რუსები. როცა გვავიწყდება რომ ის რუსული იმპერია, რომელიც შეიქმნა ბოლშევიკური იმპერია, თავისთავად ქართველები შექმნილი იყო. ანუ ქართველები იყვნენ სული ჩავდგენლები, ორჯონიკიძე, სტალინი, ბერია, ისინი გვარებით კი არ იყვნენ მარტო ქართველები. მათ მის ქართულ კულტურიდან ამოიზარდნენ. ისინი იყვნენ ქართულნომანები იყვნენ. ანუ თქვენ არ ფიქრობთ რომ ქართული ოცნება არის რუსული ხელისუფლება? მაგრამ მე ვფიქრობ რომ ქართული ოცნება დღეს სჭირდება რუსული პოლიტიკის გატარება. ეხლა არგუმენტს მოვიტან აუცილებლად. არგუმენტს მოვიტან, მაგრამ ქართული ოცნება არის ქართული ხელისუფლება. ანუ გვეშინია თქვა რომ ჩვენი წიაღიდან ამოზრდილია და ყველა ისინი მათ ქართული გვარები აქვს ივანიშვილი, კობახიძე, უამრავ წინვალი გვარი, ამ დროს წინვალი ქართული გვარებია, ამ გვარების უდიდეს ნაწილი ჩემი ძვირფასი მეგობრები არიან, ქვია და ანუ გვარებში საქმე არა, ანუ არც ერთი მათგანი პრაქტიკულად ივანიშვილის გარდა რუსეთში არ გაზრდილა, ყველა უცხოეთში გაზრდილები არიან. ამიტომ ნუ გწხვენია თქვა რომ ჩვენი ქართული ბოროტებაა, ჩვენი წიაღიდან ამოსვლა, ვიდრე ამაზე არ გადავალთ, მანამდე დიაგნოზი ვერ დავსვათ, ექიმთან ყველა დავდივართ და არ ვატყუებთ გონი ექიმს არა, იმიტომ რომ ზუსტი დიაგნოზი დაისვას არა, თუ ჩვენ ზუსტ დიაგნოზს არ დავსვათ, რა გვჭირს, ჩვენ ვერასდროს ვერ გამოვალთ კრიზისიდან. სულ რომ ქვია ვიძახით ამ რუსული ხალხი იღლება, იმიტომ რომ ხალხი ხედავს რომ ის ვიღაცა მის ხარჯზე მდიდრდება, სოფელი იქნება თუ რაიონი იქნება თუ ქალაქი იქნება, სულაც რუსულიც კი არის ისიმან. იმას თავისი კორუმპირებული, თავისი ინტერესები გააჩნია, ყოლებს რაიონს და კარგად ცხოვრობს. ასე რომ კი ბატონო ვილაპარაკო თუ ჩვენ გვინდა
რაღაცის თქმა, ეს რაღაცა არ ითქმება, იმიტომ რომ ეს ქართველები არიან ქართველი ავტოკრატები. ხო, და შეეხება უკვე რუსულ პოლიტიკას. ცალსახადობ კაფეჩებილები თქვა, როცა ლაპსაუბრობენ ყბადაღებით ომის პარტიას და ასე შემდეგ, საქართველოს არის უნიკალურ სიტუაციაში, როცა შეუძლია გვერდში ამოეყენებინა ისეთი ძლიერი ღონიერი სახელმწიფო, როგორც გვერდში ამოიყენა აზერბაიჯანმა. თავის დაცვისათვის, ეს ხო თურქეთი. თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო და დაინტერესებულია გარკვეული გავლენები კონდეს კავკასიაში. და მიაღწია თურქეთმა იმას, რომ მხარში ამოუდგარა აზერბაიჯანს, რუსეთი დაადუმა აზერბაიჯანს და აზერბაიჯანი წერს გამართულია. აზერბაიჯანს არც კი გაუგია სიტყვა deep state. აზერბაიჯანში არც ვერ გამოუყენებიათ სიტყვა გლობალური ომის პარტია. ასევე თურქეთი ეხმარება უკრაინას. უკრაინის მიმართ აქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერები, ეხმარება დრონებით, გემებიც კი აჩუქა, არა მარტო ყიდის აძლევს. და აშკარად თურქებთან მოახერხა პარალიზება მოეხმარა რუსეთის. და ამ დროს საქართველოს უკრაინა არ არის ქვია კავკასიაში და აზერბაიჯანი არ არის შავ ზღვაზე. საქართველოს არის კავკასიაში, საქართველოს შავ ზღვაზე და თურქეთთან საქართველოს არ თანამშრომლობს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მართულებით. როცა საკმარისია საქართველოს შეუერთდეს შუშის დეკლარაციას, ქალაქის შუშას იგულისხმება, როცა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა დეკლარაციას, რის შედეგადაც თურქეთი მაქსიმალურად ეხმარება აზერბაიჯანს უსაფრთხოებასთან. აი ის რომ მინდა რომ ასე შორს წავიდეთ, იმიტომ რომ დავასრულე ბოლო ფრაზით, რა კი არგუმენტი იყო. ის რომ საქართველოს არ თანამშრომლობს თურქეთთან უსაფრთხოების საკითხებით, ეს არის არაპრორუსული ნაბიჯი. ეს არის პირდაპირ რუსული ნაბიჯი. თუმცა საქართველოს ეს არაფერში არ ჭირდება. ამიტომ კაფეოთ ჩემთვის პირადად საქართველოს ქართულ ხელისუფლებას არის რუსული ხელისუფლების გამტერებელი ინტერესის გამტერებელი მხოლოდ იმიტომ აშკარად ჩავს რომ რუსეთს ყველაზე საშინელ სიზმარში კი არ უნდა რომ დაესწროს თურქეთი გაძლიერდა მთელ კავკასიაში და პირველ რიგში ზღვაზეც და კავკასიაში ზამთრობია. ბატონო, და ოპოზიციაზეც მინდა ვისაუბროთ და ახლა უკვე რა გაქვთ სათქმელი იმ სპექტრზე, რომელსაც უნდა რომ შეცვალოს ქართული ოცნება. ხა ხშირია შეფასებები, რომ არც ისე კარგად გამოიყურება ოპოზიციური სპექტრი და მეტიც რჩება შთაბეჭდება, რომ კიდევ უფრო გაიზარდა თითქოს იმ ამორჩეველთა რაოდენობა, რომელსაც არ მოსწონს ქართული ოცნება, მაგრამ ამავე დროს არ მოსწონს არც ოპოზიციური პარტიები. აი რა გონიათ მიზეზები იმის, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ძალები თითქოს ვერ ახერხებენ, რომ გახდნენ მოსაწონი. არა, იმიტომ რომ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობაზე ველაპარაკეთ თავიდანვე. მე თავის დროზე ვცდილობდი რომ ნაციონალურ მოძრაობაზე კრიტიკული არ ყოფილიყავი ძალიან, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ საქართველოს მთავარი პრობლემა დღეს არის ქართული ოცნება, ნაციონალურ მოძრაობა ჩემს უკვე ისტორიაში ჩაბარდა და დღეს კი არა საერთოდ აღარ არის ნაციონალურ მოძრაობა არ მე მიმაჩნია, ამიტომ ყოველთვის ვაკრიტიკებდი ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობაზე არც კარგს პრობლემდი და არც სწორ. თუმცა ოპოზიცია მაინც არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. ხო, რა თქმა უნდა. და პრობლემა არის რომ დამაში რომ ნაციონალურ მოძრაობა ახლა უკვე მორატორიუმი მოხსნილია მიზეზთა გამო და ამიტომ ყველაფერს ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ ნაციონალურ მოძრაობაზე. შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობა ყოველთვის ცდილობს თავის თვითონ შექმნას თავის თავიდან ცენტრი ოპოზიციისა და ხელს უშლის სხვა ოპოზიციური პარტიების განვითარებას. ნაციონალურ მოძრაობა ნელა-ნელა 12 წელიდან მოყოლებული, მის რეიტინგი ეცემა და ეხლა გაუსწორდა 9-10%. უკვე მეორე ადგილზე აიღო ხმები, პირველ ადგილზე გავიდა ნაციონალურ მოძრაობა გამოსული ახლები, ხო? ამასობაში ქვემოდან წამოვიდა მესამე ძალები, ლელო, გახარია, რომლებიც დაჯდნენ ნაციონალურ მოძრაობის პროცენტებზე, 9%. ნაციონალურ მოძრაობის ყველაზე დაბალი პროცენტია, მაგრამ ლელოს და გახარიას ყველაზე მაღალი პროცენტია. ანუ აშკარად ჩანს მოძრაობა კონკურენტებთან, არა ნაციონალურ მოძრაობის არა სასარგებლოდ. ამიტომ ნაციონალურ მოძრაობის დღეს თავარი ამოცანა არის არა ქართული ოცნების დამარცხება, რაც ძნელია ნამდვილად. მაგრამ ამასობაში გაუჩნდა შანსი რომ რაც ვერ გააკეთა ქართულ ოცნებამ შუა ვერ გაკრიფა, პირიქით გააძლიერა, არა თვითონ გაკრიფოს შუა და ამიტომ წამოიწყო ეს უაზრო ბოიკოტი, რათა დაარტყას და თუ წამოიყვანდა მადლობა ღმერთს ჭკუა ეყოთ ლელოს და გახარიას და არ აყვრენ ნაციონალურ მოძრაობას ამ პროვოკაციას და წამოიყვანა და გარეთ დაეტოვებინა ლელო და გახარია რომ შემდეგ არჩევნებისას როცა იქნებოდა ყველაზე გვიან არჩევნები იქნება შემდეგი 28 წელს, ხოლო ყველაზე ადრე თუ იქ აქციები გაძლიერდება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დღეს. თუ ეხლა ქართულ ოცნებამ არ ჩაატარა არჩევნები 4 აგვისტოს საპარლამენტო, ჯერ ჩუმად არიან და 4 აგვისტოს 5 აგვისტოს გასულ მალე 2-3 დღეში გადაწყდება ჩაატარებს თუ არ ატარებს ბარემ პარალელურად საპარლამენტო არჩევნებს. თუ ქართულ ოცნებამ ეხლა არ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი მისთი გაგებით. მაშინ მხოლოდ 28 წელს ჩაატარებს. გააქვთ მოლოდინი რომ შეიძლება ახლა ამ დღეებში ადგილობრივ არჩევნებთან ერთად რუსეთს ჭირდება ძალიან ჭირდება რუსეთს რომ ქართულ ოცნებამ აი ამ არეულობაში
ბოიკოტის კონტექსტში ის რომ ხალხი დაბნეულია, ჩაატარონ ადგილობრივი სავადამდელი არჩევნები და ქართულოცნებმა მიიწეროს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა შემდეგ გამოიღოს 78 პარაგრაფი. ეს არა აქციების გამო. იმის გამო რუსეთის საშინაო დავალება ვერ შეასრულა ქართულ ოცნებამ და ვერ მიიწერა 60%-ზე მეტი და შანსი ექნებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობისა. აი შეიძლება ახლა გაიმეოროს. თუ არ გააკეთა, ესე იგი შემდეგი არჩევნები იქნება უკვე ქართულ ოცნების გაგებით და გადასახედით და მხოლოდ 28 წელს. აი ამასობაში და მაშინ მოუვლის ამ სიტუაციას და მაშინ განადგურდებოდა მთლიანად ლელოც და გახარიას. ამიტომ მათ ჭკუა იყო და არ აყვნენ ქართულ ნაციონალურ მოძრაობის პროვოკაციას. აი პრობლემა ოპოზიციაში სწორედ ეს არის, რომ ნაციონალურ მოძრაობა სულ უნდა იყოს ცენტრი ოპოზიციისა და დანარჩენებს სხვას არც კი ხედავს. ნახეთ როგორ მეტყველებენ, როგორ სიტყვებით მოიხსენიებენ ახლა სწორედ თქვენს ეთერშიც, ამ ტელევიზიაშიც გამიგია, როგორც საკმაოდ უხეშად მოიხსენიებენ აი ამ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები, ლელოს იქნება თუ გახარია იქნება. გამწარებულები არიან, რომ ვერ მოატყუეს და ვერ ჩაითრიეს თავის თუ შეიძლება მორევში. ადგილობრივ არჩევნებზე გკითხავთ, იქამდე აი სალომე ზურაბიშვილზეც მაინტერესებს, რას ფიქრობთ და შესაბამისად მეხუთე პრეზიდენტზე გკითხავთ აქცენტირებულად, ის ძალიან აქტიური იყო ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენიმე პლატფორმაც კი შექმნა იმ ოპოზიციური პარტიების თუ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რომელიც ზურაბიშვილის კარზე მიმდინარე შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდნენ, თუმცა აი ბოლო პერიოდია, აღარც შეხვედრებია, აღარც ამ ფორმატის შესახებ გვაქვს ინფორმაცია და საერთოდ აღარც სალომე ზურაბიშვილი ჩანს აქტიურად თუ არ ჩავთვლით სოციალურ ქსელში პოსტებს, რომელსაც ის პერიოდულად აქვეყნებს. აი როგორ ფიქრობთ, რატომ გადავიდა სალომე ზურაბიშვილი ასე ვთქვათ პასიურ სიტუაციაში, როცა მისგან ითხოვდნენ პირიქით მეც და მეტად აქტიურად. ველოდნენ მაინც. მესველოდი გულახდილად გითხრა, თუმცა პატივისცემ ნამდვილად თავის დროზე მან ბევრი ღირსეული ნაბიჯი გადადგა, ჯერ კიდევ როცა იყო, ქვია, პრეზიდენტი, ქვია, ქართულ ოცნებიდან გამომდინარე და ქვია მერეც ნამდვილად ღირსეულ ნაბიჯებს გავდა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ გულაცრუებულია, ჩემი აზრით და ის ერთობა, რაზეც ლაპარაკობდა ბოლო მის გამოსვლაში, იყო აშკარად რაღაც სასწრაფოთილი ადამიანის განცხადება, იმიტომ რომ ელოდა ოპოზიციიდან ერთობაზე არ გამოდის ერთობა, ახლა ჩვენ მეც თქვი ახლა ნაციონალურ მოძრაობის კონტექსტზე გამომდინარე. და ამიტომ გავიდა გვერდზე, თუმცა მე მგონი ეს ყველა დიდი შეცდომა მისი, მე მაინც გონია, აი დღეს დასახელდა ეს წუთებია დასახელდა ქართულ ოცნებიდან მერობის კანდიდატი, მაინც ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი დასახელებულიყო, თუმცა ვიცით რომ განული თემაა, ის მან უარი უთხრა, შეთავაზება იყო, მაგრამ ბრწყინვალე იქნება, მას პრაქტიკულად იქნებოდა ხო, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა. აი ახლა რა არჩევებს მისცემდით ლელოს და გახარიას, რომლებიც შედიან თვითმმართველობის არჩევნებში, თქვენ მხარს უჭერთ მათ გადაწყვეტილებას და აი უკვე დაწყებული აქვს პროცესი, როდესაც ისინი არჩევენ მათ შორის მერობის კანდიდატს, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატს. აი რა იქნებოდა თქვენ ერჩევა? ვინ სჯობს? ერთი ალეკო ელისაშვილის სახელი და გვარი ჟღერს მათ შორის ამაზე რას ფიქრობთ, ესეც საინტერესოა. სახელი და გვარი როგორც მე მახსოვს განცხადება იყო პრინციპული თითქოს როგორც ლელოდეს გახარია და რომ ეძებენ კანდიდატს რომელიც არ იქნება აფილირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და უფრო იქნება ნეიტრალური ფიგურა და უფრო ესეთი არაპოლიტიკური ფიგურა თუ ამ ფორმულით ეძებენ მაშინ ბუნებრივი ალეკო ელისაშვილი ამ ფორმულაში ვერ ჯდება და შეიძლება სხვას ეძებენ. ახლა მაინც მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ლელო და გახარია გულწრფელად თანამშრომლობენ. ახლა მათ მოაწერეს მემორანდუმის ხელი და ნამდვილად პირველ რიგში თბილისზე გარდა ამისა კიდე სამ ქალაქზე მინიმუმ შანსები მეორე ტურის აღარა ისე, მაგრამ გამოჩენილი არა, რომ მაქსიმალური ხმებია იყო, მაგრამ აი ბოიკოტის ფონდზე რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობის ამომრჩეველი არ მივა კოლექტიურ ნაციონალურ არჩევნებში, ამიტომ გაურთულდება ლელოს და გახარიას არჩევანი, მაგრამ ქუთაისშიც ბათუმშიც და ზუგდიდშიც მე მგონი რომ უნდა დააყენონ ადგილებზე ამ ქალაქებისთვის ღირსეული პირები, რათა მათ რაღაც მნიშვნელოვანი ხმები ეყნოთ და აჩვენონ მთელ სოფლიოს და პირველ რიგში საქართველოს რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დამალვა არ არის ყველა საუკეთესო გამოსავალი ამ ფორმაგას. სხვა ქალაქებში თუ შეთანხმდებიან მერობაზე, კარგი იქნება. შეიძლება შეთანხმდნენ ბევრ საქმე აქვს მათ. 64 რაიონში უნდა შეათანხმონ მაგალითად მაჟორიტარი კანდიდატები, რათა ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ. ვერ შეათანხმებენ სიებს ბუნება. სიების გავლენ ცალ-ცალკე, მაგრამ სიებში პრობლემა არა, იმიტომ რომ 20%
9%-იანი ბარიერია და დარწმუნებული ვარ საპარლამენტოში რომ მიიღეს მათ 8-9% ეს 4% გადალახავენ. ამიტომ ყველას ეყოლება საკრებულოში, მინდა ორი პარტია და კიდე გირჩიც მოდის, გირჩას აქვს შანსები ბევრ საკრებულოში გადალახოს 4%, რომ შეიძლება საერთო ოპოზიციური რაღაც რაოდენობა აღემატებოდეს, იყოს 7-8 კაცის პარაგრაფში, ნახოთ როგორ იქნება, მაგრამ თითო პარტია შეუძლია ეს ნახევარი ორი კაცი გაიყვანოს უხეშად ვთქვათ და ასე შემდეგ და ეს მომენტები არის. მაგრამ მაჟორიტარიზმი შეიძლება შეთანხმება და მას შანსები არსებობს და შეიძლება შეთანხმება მერობაზე. მე მგონი რომ უნდა მოახერხო გვარებს ამბობთ მართლა არ წამოდგენაც არ მაგდა, ამიტომ ვერ დაუშვებ ჩექლა რომ ხარ კულტურაში ჩავაგდო ვინმე. მე მგონი რომ თბილისში არის უამრავი ღირსეული ადამიანი, ვინც შეიძლება იყოს წამოდგენილი მართლაც არაპარტიული აქტივობაში უამრავი ხალხი ყავს მართლა ცნობილი ადამიანები, რა ვიცი, სხვადასხვა სფეროებიდან, სადაც შეიძლება იპოვოს ის ხალხი, ვინც თბილისელებს უკრძალიან, ქუთაისლებს, ბათუმელებს, ზუგდიდელებს და ასე შემდეგ. მგონი სამუშაო ბევრი აქვს, მაგრამ კი ბატონო, პაატა ბურჭულაძეზეც გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, რომელიც ერთგვარად სალიმ ზურაბიშვილის პლატფორმის ალტერნატიულ ფორმატს თავაზობს ოპოზიციურ პარტიებს. დღესაც გაკეთდა მთავრობის ადმინისტრაციასთან განცხადება, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღეთ, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ასეთია პაატა ბურჭულაძის განცხადება და ამავე კონტექსტში დაგისვავთ კითხვას ლევან ხაბეიშვილის პოზიციაზეც, რომელიც პრინციპში შინაარსობრივად დიდად არ განსხვავდება, საუბარია 4 ოქტომბერს მასშტაბური დემონსტრაციის მოწყობაზე თბილისის ქუჩებში და საუბარია იმაზე, რომ 4 ოქტომბერი უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რასაც მოჰყვება საბოლოოდ ქართული ოცნების სახლში წასვლა. კრიტიკა ისმის ხაბეიშვილის მისამართით იმის გამო, რომ აი ასეთ გათვლას აკეთებს, კონკრეტულ თარიღებს ასახელებს, რაზეც უნდა მოხდეს ოპოზიციური სპექტრის გათვლა. ხო, აი ამ ტიპის თარიღების დასახელებაზე თქვენი რა პოზიცია გაქვთ და ხო, რამდენად არის ეს საზოგადოებაში არასწორი მოლოდინების შექმნა? ოპოზიცია აპირებს რაღაც მასობრივ აქციას, თარიღი უნდა დაასახელოს, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რატო 4 ოქტომბერი? რა ხდება? ხდება არჩევნების დღეა, ხო? ანუ კი ბატონო, მე ვქვია, რა ლოგიკაა, რომ მანდამაინც არჩევნების დღეს ნიშნავ ასეთ ღონისძიებას. ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, შეიძლება თბილისში არ იყვნენ, გადაადგილდნენ, ზოგი რაიონში წავიდეს, წამოვიდეს, უამრავი მიზეზები შეიძლება იყოს. რატო არ შეიძლება ყოფილიყო სხვა დღე და რატო 4 ოქტომბერი? რა სიმბოლოა ამისთანა და რა გამოუვალი ვითარება ამისთანა? თუმცა კარგი ჯანდაბას აკი დაითქვა, უკვე უკანვე გადაწყვეტა, ხო? თავარი ახლა თავარი არის 4 ოქტომბერი. თავარია 5, 6, 7, 15, 20 და ასე მერე რა იქნება? თორე ჩვენ გვინახია მართლაც საკმაოდ სერიოზული გამოსვლები 100,000 და მეტი ადამიანის გამოსვლა ერთ დღეს 2-3 საათით. სინვალე ნახევარი დღითაც. მაგრამ ამ რეჟიმს 2-3 საათიანი 100,000 კაცი ჩამოაყენებს. ორი კვირა მაინც საჭიროა და მე თვითონ მიხვდებით რამდენად დიდი ძალა გვაქვს. შეგვიძლია თუ აი ხა მართლა გაუმარჯოს იმ ხალხს, ყოველდღე გამოდის უსაბოძე, ხო? პირობითად თქვა რომ 100 ადამიანი გამოდის, პირობითად მეტი გამოდის. მაგრამ თუ 100 კაცი გამოდის ყოველდღე რატო შეიძლება 100,000 კაცი გამოდიოდეს ასევე ყოველდღე? რა განსხვავება იმ 100 და იმ 100,000 კაცს შორის? იგივე ქართველები არიან, იგივე საქართველოს მოქალაქეები არიან, იგივე ისეთივე ოჯახები ყავთ, ისევე ოჯახიდან მოდიან და ისევე სამსახურიდან მოდიან და იგივე პრობლემები აქვთ. რატო ეს ხალხი დებს თავს და სხვები ვერ დებენ თავს? ამიტომ 4 ოქტომბერი ისევე ჩაივლის როგორც სხვა დღეები, თუ ამას განვითარება არ მოყვება, თორე 3-იც იყოს, 4-იც იყოს და 15-იც იყოს, 1-2 დღე უკვე ქართულოცება მიეჩვია, გამოვლენ და სახში წავდნენ და დაფსინიან კიდევ. ამიტომ თავარი არ არის ერთი დღე. თავარი არის და ერთი დღით ამ რეჟიმს არაფერი არ მოუვა. თავარი არის სულ ცოტა აი ეს 4 ოქტომბრის კი ბატონო, მუხტი გაგრძელდეს სულ ცოტა ორი კვირა. გასაგებია და ბოლო კითხვა მინდა ბატონ პაატა დაგისვათ უკვე კახა კალაძეზე, რომელიც აი დაახლოებით საათნახევრის წინ წარადგინა ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად უკვე მესამედ, შეიძლება ითქვას რომ მესამედ კენჭისყრა არსებითად განსხვავებული გარემოებების პირობებში მოუწევს კახა კალაძეს, ჯერ ერთი ოპოზიციის ნაწილი არ შედის არჩევნებში,
ამას ემატება ის, რომ ოპოზიციონერი ლიდერები იმყოფებიან პატიმრობაში, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები დასანქცირებულნი არიან, მათ შორის თუ სწორად მახსოვს ბალტიის ქვეყნების, ისე როგორც უკრაინის სანქციები შეეხო თვითონ კახა კალაძეს და მეტიც გამოირჩევა კახა კალაძე უკვე საკმაოდ ხისტი განცხადებებით, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის, ისე თვითონ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ევროკავშირის ელჩის ქვეყნიდან გავაძევებდი ჩემი ნება რომ იყოსო ესეც კი აქვს მას რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება. მოკლედ, აი მთელი ეს გარემოებები, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს და მოახდენს თუ არა გავლენას კახა კალაძის საარჩევნო კამპანიაზე, როგორც მერობის საარჩევნო კამპანიაზე. ქალაქში პრობლემები დაგროვდა ამასობაში, ეს არის ბინაჩენებლობის ესეთი დაუგეგმავი ქალაქი მაგალითად როგორიც არის არა სახლების ესეთი მშენებლობა, მწვანე უბნების შემცირება, ეს საცობები ქალაქში უფრო საშინელი ხდება და არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. დღემდე არათუ არ აშენებულა პრაქტიკულად ახალი მეტროსადგური, ახალი ხიდი არ დაგებულა მტკვარზე. ანუ ჩვენ ევროპაში რომ დავდივართ, ალბათ ნახავთ ზოგჯერ რომ ორ ხიდს შორის კიდე პატარა ხიდი შენდება ხოლმე. შეიძლება ერთი ქუჩიდან ხიდი გადადიოდეს არა ამ ქუჩის გაგრძელებაზე, არამედ სხვა ქუჩაზე, პარალელ ქუჩაზე. ჩვენ გვინახია უამრავი სხვა გრადუსით გადებული ხიდები ევროპულ ქალაქებში. ანუ უამრავი ფორმა არსებობს, გააქვს უნიკალური მდინარე მტკვარი და შეგიძლია გამოიყენო ეს მოვლენა, ეს ფენომენი, რათა გამტვირთო ქალაქი. არანაირი ესეთი ჩვენ ვერ ხედავთ ვერანაირი გენერალურ დაგეგმარების რაღაც გარკვეულ ნიშნებს, როგორ შეიძლება ქალაქი სოციალურ ბინებზე რა ხდება საერთოდ, რა ხდება ქვია დევნილების გარშემო, ამ ქვია პენსიონერებზე უპატრონო, ვისაც არ აყავთ ესა ქვია ოჯახები და მარტო ხუთებზე, სად არის ეს უამრავი შეპირებული ეს სოციალური ბინაჩენებლობა. მილიონი პრობლემები გროვდება ქალაქში და ერთადერთი მართლა შენდება ლამაზი სახლები, როგორც ვიცით, ეს არის ამა თუ იმ ბიზნესმენის რაღაც ინტერესი და როგორც წესი ეს ამ ბიზნესმენების სასტუმროა, რაღაც გარკვეული კეთილმოწყობა, რაღაცა სიმდიდრის ფოტოსი გაფართოება, მაგრამ ქალაქისთვის რა კეთდება, იმიტომ რომ აშკარად საღამოს 6 საათიდან 9 საათამდე ქალაქში ვერ გაივრი. მე საზოგადო ტრანსპორტით დავდივარ და როგორც წესი, კარგად უნდა მუშაობდეს და ნამდვილად მეტროს გარდა ვერცერთი ტრანსპორტი დღეს ნორმალურად ვერ მუშაობს. და აი ამ პოლიტიკურ პერიპეტიებს რამდენი რამე მოაყოლეთ კიდევ დამატებით. იმ პრობლემების სახით, რომელიც უშუალოდ მოქალაქეებს ეხებათ. ქართულსებაში ვინც არ არის თქვია, სხვებიც არის, მაგრამ გავლენიანი, თქვია, ვისაც გუნდი ყავს და ფული აქვს, ბიუჯეტი აქვს, ეს არის ვინც არ არის კობახიძის გუნდის წევრი. ამიტომ მე მაინც მქონდა მოლოდინი, რომ კობახიძე მოინდომებდა ამ თანამდებობის ხელში ჩაგდებას. და ეთყობა როგორც ჩანს, უკვე დარწმუნდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ამონაწილეობს, უფრო მშვიდად გაუშვეს კალაძე, იმიტომ რომ რაღაც აქვთ განცდა, რომ კალაძე აწი იოლად გაიმარჯვებს, თუ სალომე ზურაბიშვილი არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ფაქტია, რომ კალაძისა და კობახიძის დაპირისპირება არ დასრულდება. დაპირისპირება არც არის, მაგრამ კობახიძე ვერ იტანს უცხო სხეულს. თუმცა კალაძე რამდენად გაიმარჯვებს იოლად? გააჩნია რა, იოლად ვერ გაიმარჯვებს. ლელოს და გახარიას კანდიდატთან მიმართებაში. ესა თბილისელებს თბილისელებზეა დამოკიდებული არა კალაძის კანდიდატობა და არც ვიშესთავაზებს გახარია და ლელო. თავარი მომენტია თბილისელებს უნდა თუ არა ცვლილებები ქალაქში. თორე ჩვენში არის ენერგია, ჩვენში არის ზალა და ჩვენ ხშირად ხმა მიგვიცია არა პიროვნებისთვის და პარტიის, არამედ იდეისთვის. და ასე გაიმარჯვა თავის ძოზე ნაციონალურ მოძრაობამ საკრებულოს ადგილობრივ არჩევნებში, როცა სააკაშვილი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე. პრინციპებიდან გამომდინარე თბილისს შეუძლია, არა მარტო თბილისს, ქუთაისაც, ბათუმსაც და ზუგდიდსაც შეუძლიათ მიიღონ პრინციპული განწყობილება ის რომ კანდიდატი არ იქნება თავარი წამყვანი ძალა. მადლობა ბატონ პაატა იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით პაატა ზაქარიშვილი დღეისთვის ჩვენი ბოლო სტუმარი იყო, შესაბამისად უნდა დაგემშვიდობოთ. ეს იყო თავისუფალი სტუდიის ბოლო გადაცემა მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე. ჩვენ რამდენიმე კვირით შევისვენებთ, სექტემბერში კი რა თქმა უნდა ისევ შეხვდებით ერთმანეთს. სიმშვიდეს და სიწყნარეს უსურვებთ ჩვენ ქვეყანას და ვიმედოვნებ, რომ სექტემბრიდან უფრო პოზიტიურ მოვლენებზე მოგვიწევს საუბარი. მომავალ შეხვედრამდე.